მოგესალმებით, თქვენ უსმენთ შემდეგ პოდკასტს, წინაზე ვისაუბრეთ ნეიტრინოებზე და შემდეგ რაღაც ისე გამოვიდა, რომ კომენტარებში იყო მოთხოვნა ზაზა ოსმანოვზე, რომ შემდეგ სტუმარი ყოლდა ზაზა ოსმანოვი და აგერ ჩვენთან ერთად არის ზაზა. ზაზა, მოგესალმები, როგორ ხარ? გამარჯობა. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მე მგონი ახალი სტუდია. კი, მეორე პოდკასტი აქ ნამდვილად. გილოცავ ამ სტუდიას. მადლობა. წარმატებები. მადლობა. ხო, და მე ძალიან მინდოდა რომ მოსულიყავი ჩვენთან, ჩვენ ერთხელ ჩავწერეთ პოდკასტი, მაგრამ მაშინ ხდებოდა რაღაც ხმა გქონდა ხოლმე, მხოლოდ ამ სტუდია არ გქონდა და Zoom-ით წერდით ხოლმე და ეხლა უკვე გვაქვს საშუალება რაღაც ვისაუბროთ ხოლმე, სადაც შევიკრიბოთ ესე ვთქვათ და ვიდეოსაც YouTube-ზეც გამოვჩდით ესე ვთქვათ. ხო, დღეს მინდა რაღაც ვისაუბროთ შენ კვლევებზე, ვიცი რომ სხვადასხვა მიმართულებებით რაღაცა სიახლეებია შენთან, მაგაზე მინდა ვისაუბროთ. ერთი არის ალბათ ეს სეტის მიმართულება, სადაც ვეძებთ ესე ვთქვათ არამიწიერ სიცოცხლეს, სწორი იქნება ხო ალბათ რა ვთქვათ? ხო, ამაში ალბათ იგულისხმება, ეს შეიძლება იყოს როგორც შეიძლება აღმოაჩინოთ მზის სისტემაში რაღაცა არაკომპლექსური სიცოცხლე ალბათ და შეიძლება იყოს რაღაცა მზის სისტემის მიღმა, რაღაც უფრო კომპლექსური ცივილიზაციის მსგავსი, ხო? ანუ იქიდან წამოსული რადიოსიგნალები. კი ბატონო. და შემდეგი არის ასეც პატარა სპოილერივით იქნება. ვილაპარაკებთ არის ეს რაღაცა შავი ხვრელები, მან უკვე გიადვალთან ერთად იყო რაღაც კოლაბორაცია როგორც ვიცი და ეს უკვე შეეხება იმას, რომ როგორ შეიძლება შავი ხვრელი გამოვიყენოთ როგორც hard drive-ი ახსენე, ხო შენ? ხო, hard disk-ი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ, ანუ რაღაცა კვანტური კომპიუტერის პროცესორი. ალბათ ეს, ხო? აუც შეგვიძლია დავიწყოთ ალბათ და მივყვეთ ნელ-ნელა და დავიწყოთ ალბათ ისევ სეტით, ხო? იმიტომ რომ შეიძლება სეტი ბევრმა არ იცოდეს რა არის, ალბათ ავხსნათ სეტი რა არის და მე უკვე ნელ-ნელა თვითონ სეტი რას აკეთებს და შენ ჩართულობა და ვილაპარაკოთ. ну კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. საერთოდ მეცნიერებაზე საუბრები არის ფუნდამენტურად აუცილებელი ქვეყნისთვის, ნებისმიერ ქვეყნად ჩვენერისთვის კიდევ უფრო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ასე რომ სადაც კი არის ხოლმე რაღაც ესეთი ან პოდკასტი ან რაღაც მსგავსი პოპულარიზაცია მეცნიერების, იქ ძალიან מחარებს ხოლმე თავისთავად ფაქტი, რომ აი ვიღაც საუბრობს რაღაც მეცნიერებაზე, მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ხარა შეეხება სეტის. ეს არის აბრევიატურა, წინა საუკუნის 70-იან წლებში ესე ვთქვათ, დამკვიდრდა ეს აბრევიატურა კარლ სეიგანის და შკლოვსკის საბჭოთა ასტრონომის ასე ვთქვათ ერთობლივი კოლაბორაციით Search for Extraterrestrial Intelligence, ანუ არამიწიერი სიცოცხლის, გონიერი სიცოცხლის ძიება. და ნუ ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი, მე ასე ვიტყოდი. ერთ-ერთი თუ ერთადერთი ყველაზე უდიდესი გამოწვევა არა, რაცაც ჩვენი კაცობრიობა ასე ვთქვათ შეეჭიდა, მეცნიერება შეეჭიდა და ნუ აი დღემდე ვცდილობთ რაღაც გავიკვლიოთ ეს გზა. ურთულესი გზა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ანუ ამის გასარკვევად რამდენად რთული გზა, აი წარმოადგენისთვისაც რომ რაღაც მსმენელს ან მაყურებელს შევქმნათ, აი TV's ზვინში რაღაც ერთი მცირე რაღაც მტვრის ნაწილაკის პოვნა რამდენად რთულია და უფრო რთულია სამყაროში სიცოცხლის პოვნა, იმიტომ რომ ის მტვრის მცირე რაღაც, რა ვიცი, რაღაც ნამცეცი გაცილებით დიდი წონის არის რაოდენობრივად, ვიდრე აი ამ ხელა უშუალებელ სამყაროში, თუნდაც ჩვენს galaktikაში, Milky Way-ში, ირმის ნახტომში, ვარსკვლავების რაოდენობა, პლანეტების რაოდენობა, სადაც შესაძლო სიცოცხლე შეიძლება იყოს. გვიშის მარცვალი უფრო მეტია, ესეთი გამონათქვამიც არის, ვიდრე ვარსკვლავი. ამ დროს არა. პირიქით, მე ხო რა თქმა უნდა, ვარსკვლავი უფრო მეტია, ვიდრე დედამიწა. სამყაროში ნამდვილად ძალიან დიდი, ანუ ესეთი რიცხვები დაახლოებით ესე შეიძლება იყოს, რომ ჩვენს galaktikაში და მინიმუმ სუმცირე არის 100 მილიარდი ვარსკვლავი. ასეთი galaktika არის მსგავსი ჩვენი galaktikი, მსგავსი რა, ანუ galaktika საშუალოდ, ზოგადად სამყაროში არის დაახლოებით უკვე დაზუსტდა, ადრე იგონათ გაცილებით ნაკლები რიცხვი, დაახლოებით 1 ტრილიონი. და თითო ვარსკვლავს გააჩნია პლანეტარული სისტემა როგორც წესი, ერთი არა, რამდენიმე პლანეტა. ამიტომ პლანეტა და როგორც წესი, ასევე ამ პლანეტებს შორის ხოლმე არის ეგრეთ წოდებული კლდოვანი პლანეტები, ანუ ისეთი როგორც ჩვენი. ამიტომ ჩვენნაირი მარსი შეიძლება. მარსი, ხო, ჩვენნაირი სიცოცხლის ძიება
პრინციპში არათუ აზრს მოკლებული არ არის, ну, საკმაოდ ასე ვთქვათ, სამეცნიერო ვარაუდს არათუ აქვს უფლება იყოს, არამედ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ვსვამ, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ასე ვთქვათ, ანუ კაცობრიობისთვის და კერძოდ ფუნდამენტური მეცნიერებისთვის და ნებისმიერ ეს ეს ძალიან კომპლექსური დარგია. მარტო ფუნდამენტურს ვთქვათ, ფიზიკას, ასტრონომიას არ ეხება, ეს არის ძალიან კომპლექსური დარგი, დაწყებული ფიზიკიდან, ქიმია, ბიოლოგია, დამთავრებული ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ჩვენ ვეძებთ, ჩვენ ხელს ვერ შევახებთ იმ ცივილიზაციას, ამიტომ ვეძებთ გარკვეულ არტეფაქტებს, რომელიც შეიძლება ჩანდეს ცაზე, ცის კაბადონზე და ეს ერთ-ერთი არტეფაქტი შეიძლება იყოს რადიოსიგნალი, ან სპეციალურად გაგზავნილი, ან უბრალოდ ჩვენც ვაგზავნით რადიოსიგნალს, რომელიც იკარგება კოსმოსში და შეიძლება ჩვენმა, თქვათ, მონათესავე თქვათ galaktikurma მეზობლებმა დაიჭიროს. აი ეს მსგავსად ასეთი იმით შეიძლება ეს იყოს რადიოსიგნალები ან სხვა სიგნალები, შეიძლება ლაზერული, ოპტიკური სიგნალი, მოკლედ, რაც კი რისი დაფიქსირება შეიძლება. ამიტომ ამოცანა დაწყებული ეს კომპიუტერული მეცნიერებები დამთავრებული ძალიან ღრმა ფუნდამენტური ნაწილაკების ფიზიკით არის ძალიან საინტერესო ამოცანა და პრინციპში ერთი კაცი ამას ერთი სპეციალობა ამას ვერ გადაწყვეტს. დიდად სავარაუდოდ. ხო, იქ ალბათ საჭირო როგორც ასტროფიზიკა, ასტრობიოლოგიის. აბსოლუტურად, ასტრობიოლოგია სწორედ ეგ არის, ესე იგი ასტროფიზიკის და ბიოლოგიის ესეთი შერწყმა, ძალიან ესეთი კომპლექსური და ძალიან საინტერესო იდეები იბადება სხვათა შორის, აი, თითქმის ყოველ დღე ფაქტიურად ყოველკვირა ცალსახად რაღაც ახალ იდეები ჩნდება ხოლმე, მე სულ ვაკვირდები ამ ტრენდს როგორია, ასე რომ ხო, ეს არის ჩვენს თვალწინ იბადება ახალი დარგი, რომელიც მე მგონია რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ამას შევძლებთ ამ არხს გავიყვანთ და გავჭრით და ბოლოს კითხვაზე პასუხს გავცემთ, ვარ თუ არა მარტო მის სამყაროში. არა, ირო წარმომიდგენია ხარ იოდ რომ აღმოჩნდეს, თვითონ რომ აღმოვაჩინოთ, არ ვამბობ კი ისეთ კომპლექსური რაღაც ცივილიზაცია იყოს, ხო? სულაც უჯრედული, ხო? ეს ხო საერთოდ თავიდან დააყენე, თავდაყირა დააყენებს რაღაც ბიოლოგიის საერთოდ ახალი ესე ვთქვათ არა მარტო ბიოლოგიის ხო რა ვიცი ძალიან ბევრ რაღაცას ანუ ეს გადაატრიალებს ჩვენს წარმოდგენას საერთოდ ყველაფერზე ნავით თუ გნებავთ დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული რა თქმა უნდა ფუნდამენტური მეცნიერებებით იმიტომ რომ თუ ჩვენ თუნდაც ერთი მცირე აი ბაგი ვიპოვეთ კოსმოსში რომელიც ანუ რაღაც არ არის კომპლექსური არ არის ისეთი როგორც ჩვენ ვართ და უშუალოდ არ არის განვითარებული თუნდაც მაგრამ ცოცხალია ეს უკვე ნიშნავს იმას რომ გარკვეულწილად თითქოს გამოდის რომ სიცოცხლე არის სამყაროს იმპერატივი და ხო ერთგვარი ეს ვთქვათ ნიშანია მისი და ეს კიდე უკვე ეს განცილებით გაზრდის ოპტიმიზმს ჩვენი ეს ვთქვათ აი ამ მოლოდინების ოპტიმიზმს ამიტომ კი ეს ერთი უჯრედის კი არა და რაღაც ძალიან ესე მიკრო დონეზე რაღაც ბაქტერიის დონეზეც რომ ვიპოვოთ რაღაც თუნდაც პრიმიტიული ტიპის ბაქტერია ეს იქნება გაცილებით დიდი ტრიუმფი მეცნიერების ვიდრე იყო თუნდაც ამერიკის აღმოჩენა ნამდვილად ესე იქნება. რა თქმა უნდა. ამერიკის აღმოჩენამ ძალიან ბევრი რამე სხვა შორის მეცნიერებაში განავითარა დაწყებული დარვინის თეორია ფაქტობრივად ეგ იყო დაწყებული თქვათ ეს ევოლუციური ეს ჯაჭვი რაც დარვინმა დაინახა იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ტიპის მსგავსი ტიპის რაღაც ჯაჭვური ეს მცენარეები ფლორა ფაუნა იყო რაღაც გარკვეული კავშირი ააწყო ამით და წარმოიდგინეთ რომ ჩვენ სამყაროში ავაწყოთ ეს კავშირი ეს იქნება ეს წარმოუდგენელი ტრიუმფი იქნება მეცნიერების ამიტომ ამაზე ფიქრის შეწყვეტა არის ინტელექტუალური დანაშაული. კი ბატონო. ხო, აი ჩვენ ვიძახით ხოლმე რომ ვართ carbon based life forms, ხო? ანუ ჩვენ მიმართულება ეს პლანეტაზე რაც არის, ეს არის. და ანუ რო ჩავიდეთ ცოტა სიღრმეებში, რაღაც ამოსავალი წერტილი ერთია, ხო? ანუ სიცოცხლის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანია და რავი, უმეტესი სახეობები აღმოჩენილის კი არ არის დღეს, ხო? თვითონ ვიცით რომ რაღაცა ერთი ამოსავალი წერტილი ერთია მაგრამ ჩემც ეგაა ხოლმე ყველა საინტერესო იმიტომ რომ ეს არის ერთი პლანეტის ისტორია სინამდვილეში ერთი პლანეტის თავგადასავალი ხო და როგორც კი შენ პოულობ რაღაცა სხვას რომელიც დედამიწაზე არ გაჩნდა შენ პოულობ ახალ წიგნს შლი რა ახალ ისტორიას შლი სადაც საერთოდ სხვა დასაწყისია საერთოდ სხვა რაღაცა აქვს და იმას თავისი ესე ვთქვათ რამდენიმე მილიარდი წლიანი თავგადასავალი იქნება. შეიძლება ახალიც იყოს და არ ქონდეს შე კიდე რამდენიმე. ეს საინტერესოა. შეიძლება კიდე უფრო ძველიც იყოს, ხო? ანუ ეგ წაგ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ახლა არ მინდა ზუსტად წლები შემეშალოთ, მაგრამ ნუ რამდენიმე 4 მილიარდი თუ რაღაც დედამიწა არის დაახლოებით. დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის. და 2 მილიარდი წელია, რასაც ვარაუდობენ, რომ სადაც ძალიან მარტივი სიცოცხლე უნდა გაჩენილი იყოს. 3.5 მილიარდი წლის. ხო, აი ხო, თითქმის ეს არის ძალიან საინტერესო რიცხვი. როგორც კი დედამიწა გაცივდა
უკვე პირველი სიცოცხლე ჩაისახა, ამიტომ ვარაუდობ სამეცნიერო საზოგადოება, რომ როგორც ჩანს იმპერატივია ერთგვარად. თუმცა ხელმოსაკიდი არ გვაქვს მართლაც რატომ არის. პასუხი არ გვაქვს ამაზე რატომ, მაგრამ ფაქტობრივი მასალა გვაქვს, რომ ეს მართლა ასე მოხდა. როგორც კი დედამიწა გაცივდა, როგორც კი ის გახდა ასე იგი მისი ტემპერატურა გარემო გახდა თავსებადი ეს ვთქვათ პირველ ყოფილი ბაქტერიისთვის ის ბაქტერია გაჩნდა. ხო, რაღაცა იმასავით არის რა, სცენარისავით არის, თითქოს მე ესე ავქო ხოლმე, რომ მიეცი შესაბამის პირობა და ამოვა იქიდან ეგრევე. აი ასფალტში რომ ამოდის და აი რაღაც ეგრე ასეთი პირი უჩანს და საერთოდ აქ არის ხოლმე ძალიან ბევრი ესეთი არასწორი სპეკულაცია, მათ შორის სამწუხაროდ თუმცა შეიძლება საბედნიეროდაც სამეცნიერო საზოგადოებიდანაც, ანუ განსაკუთრებით მათემატიკოსები აქტიურობდნენ, ეხლა ისე აღარ. როცა მათემატიკოსები ითვლიან, რომ დაინტერესებულნი ამ თემატიკით, ითვლიან ძალიან მშრალად ალბათობას, როგორი უნდა იყოს ალბათობა, რომ როგორი უნდა ყოფილიყო ალბათობა, რომ შექმნილიყო ჩვენაირი კომპლექსური სიცოცხლე. ჩვენაირიც არ არის აუცილებელი დნმ. და ნუ ანგარიშობენ ესე იგი შემთხვევითი პროცესების გამო რა არის ალბათობა გამოდის ძალიან მიზერული რაღაც 10- ხარისხი ან 0-ს რომ მიუწეროთ რაღაც 30 თუ 40 0 და შემდეგ ერთიანი ბოლოში ან რაღაც რიცხვი და აქედან ასკვნია რომ არა ეს შეუძლებელია რომ ეს შემთხვევითი პროცესი ყოფილიყო რაღაც არასწორია ძირში და ფუნდამენტში ანუ იმიტომ რომ ალბათობა ჩვენი სიცოცხლის წარმოშობის იყო ერთთან ძალიან ახლოს. რატომ? ჩვენ ვარსებობთ და იმიტომ. ესე იგი, აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვანგარიშობთ იმ კონკრეტული რაღაც მათემატიკური აპარატით, არ ვითვალისწინებთ რაღაც კანონს ან კანონთა ერთობლიობას, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ ის ნამდვილად იყო ეს ამ კანონთა ერთობლიობა, იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობთ. ჩვენ ვარსებობთ, ესე იგი, ალბათობა არ იყო ძალიან დაბალი. ალბათობა რომ ყოფილიყო ისეთი, ჩვენ არ ვიარსებებდით. ასე რომ აქ სხვათა შორის არ არის სწორი გამოსავალი ეს თქვათ აი ამოუცნობის ღმერთი რომ ქვია რომ გინდა თუ არა ღმერთს მიანდო ეს ანუ ღმერთმა თქვა და ანუ ესე იგი რახან ესე ვერ ხსნით ამიტომ ღმერთი არის ჩარეული აბსოლუტურად არასწორია ფილოსოფიურად და ანუ რელიგიაც აღიარებს ფილოსოფიას როგორც ერთ-ერთ მთავარ მის თქვათ ინტელექტუალურ ფუნდამენტს არასწორი არგუმენტია იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვუყურებთ სამყარო როგორც იმართება იმ კანონებით რომელიც დარწმუნებული ვარ არც ერთი ის ვთქვათ მორწმუნე ამის წინააღმდეგ გარწევა რომ კანონები რომელიც ღმერთმა შექმნა და თუ ეს ამ კანონებით სამყარო იმართება ამ კანონებით მოხდა სიცოცხლის ჩასახვა ჩვენ სამყაროში ამიტომ უნდა არსებობდეს ის უნდა ვიცოდეთ ჯერჯერობით არ ვიცით მაგრამ ეს არის მეცნიერების დანიშნულება უნდა ვიცოდეთ იმ კანონთა ერთობლიობა რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით რომ რამაც გახადა ალბათობა ერთი სტოლი, ან ერთთან ძალიან ახლოს, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვარსებობთ, ეს ფაქტია. რახან ეს ფაქტი 10-30 ალბათობა ვერ მომიყვანდა მე ამ სამყაროში ვერც შენ და ვერც ვერავის. ამიტომ ეს უბრალოდ ამას ეს ერთგვარი ანთროპული პრინციპია, რომ რახან ვიცით რომ ეს სხვა შორის თავის დროზე გამოიყენა ძალიან კარგმა ასტროფიზიკოსმა ჰოილმა მას აინტერესებდა ნახშირბადი როგორ მიიღება. გასაგებინებებს გამოინტერესებდა, იმიტომ რომ ჩვენ ნახშირბადიდან შევდგებით. და ნახშირბადი ყველა მძიმე ელემენტი შედარებით უფრო მძიმე ვიდრე წყალბადი არის წარმოქმნილი ვარსკვლავში. კი ბატონო, ვარსკვლავის მტვერსი. და ნახშირბადი არის, თქვათ, ანუ ჰელიუმის 3 ბირთვი უნდა შეერწყას ერთმანეთს. როცა პირდაპირ ანგარიშობდა პირდაპირ დაჯახებით გამოდიოდა ალბათობა ძალიან დაბალი და ნახშირბადის რაოდენობა რაც სამყაროში არის არ უნდა ყოფილიყო საკმარისი იმ თეორიის მიხედვით რაც ხელთ ჰქონდა და შემდეგ ასეთი ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა. მისი მსჯელობა იყო ასეთი, რახან მე ვარსებობ, ესე იგი ალბათობა ნახშირბადის შექმნის იყო ძალიან ახლოს ერთთან. ესე იგი უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც ამ ალბათობას გაზრდის, სასწაულად გაზრდის და ივარაუდა ამის ერთადერთი შანსი აღმოჩნდა ფიზიკურად ივარაუდა რაღაც ნაწილაკის არსებობა, ეგრესობული ფსი, ეს ვთქვათ, რეზონანსი, რომელიც, ანუ მოკლეს შინაარსი რო ვთქვათ, 2 ჰელიუმი, ანუ მან ივარაუდა, რომ ჯერ 2 ჰელიუმი და დაიჯახოს ერთმანეთს, 2 ჰელიუმის ბირთვი. და როცა მიიღება რაღაც დროებითი არამდგრადი მდგომარეობა, მესამე შეიძლება დაეჯახოს და ამის ალბათობა არ არის დაბალი, ამის ალბათობა ძალიან მაღალია. და საიდან მივიდა ამ დასკვნამდე, რომ ერთადერთი ვარიანტი ალბათობა რომ გაზრდილიყო ეს იყო. და რახან ჩვენ ვარსებობთ, ესე იგი ეგ უნდა ყოფილიყო, სხვა შანსი არ არის. ამიტომ ეს ძალიან ესეთი კარგი მაგალითია, ჰოილის მაგალითი, იმის დასასაბუთებლად, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩვენ რისგან შევდგებით ეს კომპლექსური მოლეკულები, მათი შემთხვევითი პროცესი არ მომხდარა, ეს იყო შემთხვევითი, ანუ შემთხვევას ვეძახით, მაგრამ გარკვეული კანონებით ოპერირებდა სამყარო, რომელიც ჩვენ არ ვიცით დღეს.
და ძალიან კარგი რა არის, იმიტომ რომ მეცნიერება არის უსასრულო ძიების პროცესი, ამიტომ ჩვენ აუცილებლად აღმოვაჩენთ ამას. ხო, აი ეხლა მე დამაინტერესა მაგან რა, არ ვიცით რო ამბობ და ანუ ის რაღაცა რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვამბობთ რომ არ ვიცით, იმიტომ რომ ამან შეიძლება ახსნას, ხო? მე როგორც გავიგე რომ რამე არ ავწდე ამას დავასუსტებ, რომ საუბრობთ იმაზე, რომ თუ არის რაღაცა კანონები, მაგალითად სამყაროს ფიზიკის კანონები, რაღაცა და ის გამოც გაჩნდა ვარსკვლავი მაგალითად და შემდეგ ამ ვარსკვლავმა თავის ევოლუციის პროცესი განიცადა და შემდეგ ეს აფეთქდა რაღაცა იმის ამ მსგავსად დაახლოებით რაღაც მახასიათებელივით ამ კანონში ჯდება ის, რომ თუ შესაბამის გარემო გაჩნდება და ის გარემო შესაბამისად იმიტომ ჩდება, რომ ესეც რაღაც ამ პროცესის ნაწილია, ამიტომ ჩდება სიტყვაზე სადღაც სიცოცხლე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ აქვს ხედავთ რაღაცა პლანეტაზე, რომელიღაცა გალაქტიკის, რომელიღაცა ადგილას, ხო? დაახლოებით ესეც. ხო და აი ეს რადგან საუბრობ შენ რომ ის სოდნა, აი რაცო არ გვაქვს ხო? რა არის ეს სოდნა უხეშად? მესმის რომ თუ არ ვიცით ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით თუ რაღაც წარმოდგენა გაქვს? ანუ დიდად სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ბიოლოგიის დარგში, ქიმია ბიოლოგიის. ალბათ ფიზიკის. უფრო ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ხო, ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს, მაგრამ ნუ ცალსახად ბიოლოგია უნდა იყოს, იმიტომ რომ ბიოლოგიური პროცესია. ის მისი ფუნდამენტია, ხა ფიზიკა მაინც ფუნდამენტია ცხადია ყველა ვარიანტში, მაგრამ რამდენად ფუნდამენტურად ფიზიკის არ ვიცით და ეს არის, ეს გამიჭირდება თქმა, მაგრამ ცალსახად ვიცი რომ ბიოლოგიის არ ვიცით რაღაც, რაც ჩვენს გამოთვლებს აკეთებს რაღაც. ანუ იმ ფაზში რაღაც წერტილი უფრო ბიოლოგიაში გვაკლია ამ მიმართულებით. დიდად საუბრობ, ბიოლოგია პრინციპში ძალიან ახალგაზრდა დარგია, ანუ ბიოლოგია როგორც ფუნდამენტური მეცნიერება ძალიან ახალგაზრდაა. ჯერჯერობით ჩვენ ემპირიკაზე ვართ, ანუ რაღაც გავზომავთ რაღაც ვუყურებთ მოლეკულები როგორი უჯრედები როგორი იშლებიან, როგორ ხდება ინფორმაციის მიმოცვლა, დნმ, რნმ, მაგრამ რეალურად შიგთავსი ამის თეორიული გათვლა სულ რაღაც აი ეხლა დაიწყო, ანუ ეხლა რა, რაღაც რამდენიმე ათეული წელია, ანუ ბიოფიზიკამ და იქაც ჯერ კიდევ რაღაც ნაბიჯებს იდგავს ეს მეცნიერება. ამიტომ ხო, სავარაუდოდ ბიოლოგიური რაღაც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი აპარატი გვინდა ხელთ რომელიც ალბათ გვექნება. ანუ ალბათ კი არა, ამდენ გვექნება, იმიტომ რომ პროცესი ხომ ამბობ, მეცნიერება არის უსასრულო კვლევის პროცესი და ამ პროცესში ეს პროცესი არ გაჩერდება არასდროს. სამყაროს ბოლომდე შემეცნება, ანუ შეუძლებელია განმარტების თანახმად და ამიტომ მივალთ. მაგრამ აი ეს რომ შევავსოთ სიტყვაზე, ეხლა მე ესე წარმოვიდგინე, მაგრამ ეს მაინც შეიძლება იყოს ერთი პასუხი რა, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ საერთოდ ნახშირბაძეს არ იყოს დაფუძნებული. აბსოლუტურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნახშირბადი მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. ჩვენი ნახშირბადული სიცოცხლე როგორ შეიქმნა, ეგეც არ ვიცით, ხო? და მაგრამ ეს როსაერთოდ ანიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს არა. ამის მიუხედავად, თუ ჩვენ ეს ამოვხსენით ჩვენი ნახშირბადული სიცოცხლე როგორ შემოვიდა ისტორიაში, სამყაროს ისტორიაში, ჩვენ გვეცოდინება მინიმუმ ერთი გზა როგორი იყო ეს გაგვიადვილებს. მეცნიერება მაინც ოპერირებს ანალოგიებით, ანუ არც ერთი ახალი თეორია არ ხდება რაღაც HR-ზე, CA-ზე. წინა თეორიის განზოგადებაა ყოველთვის. ამიტომ ეს თუ გვეცოდინება როგორია, ნუ დიდად სავარაუდოდ ეს ცალსახად დაგვეხმარება მომდევნო, თქვათ, უფრო ესეთი ჰიპოთეტური სიცოცხლის ძიების საკითხების რაღაც იმაში ანალიზში, ხო? ნახშირბადი შეიძლება საერთოდ არც იყოს კოსმოსში სიცოცხლე, შეიძლება იყოს დამყარებული არა ნახშირბადზე, არამედ დაუშვათ სილიციუმზე. იმიტომ რომ თვისებები რაღაც მსგავსია. დომინირებდეს კოსმოსში უფრო სიტყვაზე ვამბობ, სილიციუმზე გინდაც. დაუშვათ. ან სამყაროში არსებობს ჩვენ უახლოეს სამყაროში მზის სისტემაში არსებობს სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრი ტიტანი, სადაც არის ტბები მეთანის. იმდენ დაბალი ტემპერატურაა, რომ მეთანის ტბებია იქ. და მეთანი იმ ტემპერატურაზე, სადაც თხევადია, ძალიან კარგი გამხსნელია. და სხვა სილიციუმიც არის იქ ბევრი. და ამიტომ არის ვარაუდი, ცხადია ეს ჰიპოთეზაა, არის ვარაუდი, რომ იქ შეიძლება იყოს არა წყალზე დაფუძნებული ჩვენნაირი სიცოცხლე, ანუ არამედ მეთანზე. ანუ ცხადია, ეს არ იქნება მაღალ განვითარებული, იმიტომ რომ ტემპერატურა დაბალია, ქიმიური რეაქციები დაბალი სიჩქარით მიდის, ეგეც ფიზიკასთან აკავშირს სხვა შორის, მაგრამ ნუ თუნდაც ვიპოვოთ, ხომ ამბობ, მცირე რაღაც ერთი რაღაც ელემენტარული ტიპის ცოცხალი, გარკვეული ტიპის ბაქტერია იქაური. ეს იქნება ტრიუმფი უდიდესი. ასეთი ტრიუმფი ალბათ მეცნიერებას არ ქონია მთელი ჩვენი აი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. და მე პირადად კი მგონია, რომ ჩვენს უახლოეს კოსმოსში აქ მზის სისტემაში სავარაუდოდ უნდა იყოს ჩვენი მსგავსი
სიცოცხლის გარკვეული მოდიფიკაცია. და ეს მგონია იმიტომ, რომ დედამიწა არის ერთგვარი წყარო სიცოცხლის. უკვე 3 მილიარდ, ანუ 3 მილიარდ ნახევარი წელია რაც აქ სიცოცხლე არსებობს. ეს დაზუსტებით რაც ვიცით, შეიძლება 3.9 მილიარდი წლის წინაც იყო და ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწისეული მტვერი ჩვეულებრივი მტვერი გაჯერებულია აქაური ბაქტერიით, აქაური ცოცხალი კომპლექსური მოლეკულებით. და ძალიან საინტერესო ისაა, რომ ეს მტვრის ნაწილაკები ახლა ვაკეთებ ამ კვლევას ზუსტად. ეს მტვრის ნაწილაკები გარკვეული ტემპით კოსმოსიდან გადიან, საკმაოდ მაღალი სიჩქარით, მზისგან გამოსხივების წნევა ეხმარება ამ მტვრის ნაწილაკებს, განიზიდავს, ანუ ისვრის გარეთ, pushing-ს უკეთებს. და 3.5 მილიარდი წელია დედამიწა ასხივებს, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის სავსე მოლეკულებს მის გარშემო. მოლეკულებს ამ ცოცხალ ორგანიზმებს გააჩნიათ დეაქტივაციის დროცა, ანუ რაღაც დროის მერე მაღალი ხარისხის ვაკუუმში კვლევები არ არის ზუსტად ჩატარებული, კარგად ჩვენ ეს ნაწილი არ ვიცით. რამდენ ხანში იღუპება, თქვათ, ბაქტერია. ყველაზე გამძლე ბაქტერიაც კი იღუპება თუ არა. ეს ყველაფერი კარგ კვლევებს საჭიროებს, მაგრამ მინიმუმ იუპიტერის ზონამდე მიღწევა რამდენიმე ათეული წელი ჭირდება ამას. ეს სწრაფად. კი, რამდენიმე ათეული წელი. 100 წლის ფარგლები ჩავთვალოთ და ჩვენ კოსმოსურ ხომალდებს უფრო მეტი არ ჭირდება, თუ არა 10 წელი არ ჭირდება, არა. ხო და რამდენიმე ათეული წელი ჭირდება ამას. ხო და რომ მიაღწიოს ასე იგი თუნდაც იუპიტერს, ან შეიძლება დაუშვათ ყველაზე ცუდ შემთხვევაში 1000 წელი მაინც და მიაღწევს და იუპიტერის სიახლოვეში რატო ვარ დარწმუნებული თითქმის რომ ძალიან რეალისტურია ჩვენაირი სიცოცხლე იყოს, იმიტომ რომ იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი მინიმუმ ევროპა არის დაფარული მთლიანად გარეთ დაყინულით, მაგრამ შინით ოკეანის რაოდენობა, წყლის რაოდენობა, თხევადი წყლის ეს ხას გასმით მინდა თქვა. უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან ოკეანე. ეგ ვიცით, ხო? ეს ვიცით დადასტურებით. უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან ოკეანე დედამიწას რაც აქვს. და თუ ასეთი დამწვერვა შიგნით სულთხევადია. სულთხევადი, ანუ ბირთვი გააჩნია მყარი, მაგრამ დიდი ნაწილი, ესე იგი, დაახლოებით 10-15 კილომეტრის ყინულის შიგნით ეს ყინულის ფენა აკრავს. ზოგან 10, ზოგან 5. ეს თანამგზავრის დროში. ეხლა ზუსტად პარამეტრები აღარ პატარა ზომის, ანუ მთვარე და დაახლოებით, ხო. მაგრამ თავარი სხვა რამეა აქ, რომ დაახლოებით, ანუ ზოგიერთ ადგილზე არის 5 კილომეტრიანი სისქის ყინული, ანუ ყველაზე პატარა რაღაც ეგ არის, რამდენიმე კილომეტრი. მის შიგნით არის უკვე თხევადი წყალი. ეს წყალი მართლა ვიცით რომ თხევად მდგომარეობაშია და რაოდენობა ძალიან დიდია და 3.5 მილიარდი წელი მათ შორის ეგ პლანეტა იმტვერება ჩვენგან აქედან თქვათ ამოფრქვეული ამ მტვრით. დაზუსტები ჯერ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს კვლევა ჯერ არ დამიმთავრებია ბოლომდე. მინიმუმ ერთი ნაწილი მომთავრებ, მეორე ნაწილი საჭიროებს, აი შეუსწორად დეაქტივაცია რა მოსდის. იმ მტვერში ჩაბუდებული ის ბაქტერია როგორ გაძლებს, რანაირად გაძლებს და მაგრამ თუ ეს დამტვერვა ხდება 3 მილიარდ ნახევარი წელი, ძალიან დიდი შანსია რომ იქ თუ მოხდა, შესაძლოა აი თუ მოხდა რამენაირად ყინულის შიგნით წყალში და როგორ უნდა მოხდეს, ამ პლანეტას ეს თქვათ ევროპაზე ხდება ბიძგები, ძვრები და ეს ყინული ხშირად წყდება, ამოდის წყალი, მერე ზემოთვე იყინება, ანუ ეს კონტაქტი ზედაპირთან იმ წყალს აქვს, კი, არის, იქ არის გეიზერებიც. ხანდახან ამოფრქვევა, ესე იგი, ეს უბნები ევროპაზე ზედაპირი არის დასერილი. ეს ყინული ზედაპირი დასერილია, დასერილი არის სწორედ იმიტომ, რომ ეს ხშირად ხდება ეს ტექტონიკური ძვრები და წყალი და ყინული ერთმანეთს ენაცვლება. ამიტომ შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ ამ, თქვათ, ბაქტერიამ, ჩვენმა ბაქტერიამ ჩააღწიოს იქ და შემდეგ შესაბამისი მუტაციით, მუტირებით, იქ პირობები ცოტა სხვა არის, ტემპერატურა იგივეა რაც აქ, მაგრამ პირობები მაინც სხვა არის წყალში, ხო? წყალში იქნება. ესე იგი თბილა, შეიძლება ითქვას. კი, 300 კელვინი ჩვენაირი ტემპერატურა. დიახ, თხევადი წყალია, ეს ვიცით ნამდვილად. ხო, ეგ ვიცი, მაგრამ ტემპერატურის მართლა ხო არ მოხდა. კი, წყალი არის თხევადი. ხო, როგორ გაჩერდებოდა მაშინ ბუნებრივია. ხო, ანუ ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ წნევა სხვა არის და მოკლედ თხევად მდგომარეობაში. ეს არის ძალიან მაღალია, შეიძლება არის. ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ? მაღალი წნევა არის, მე მგონი მან.
წნევად, ხო? წნევა არც ისე მაღალი არ არის, იმიტომ რომ იქ მიზიდულობა არ არის ძალიან მაღალი. ამიტომ ის აქაური 5 კილომეტრის ან 10 კილომეტრის ხილობის სისქე სულ სხვა არის ვიდრე იქაური სისქე, იქ მიზიდულობა დაბალია. თან ძალიან დაბალი ჩვენთან შედარებით. ამიტომ ხო, ესეთი რაღაც საინტერესო მე მგონია რომ ჩვენს სისტემაში ჩვენი მეზობლები არსებობენ, ჩვენნაირი გენეტიკური ასე ვთქვათ, მონათესავე გენეტიკური წყობის, იმიტომ რომ ჩვენგან მოხდა მათი დამტვერვა, მინიმუმ ჩვენგან. ხო, აი მაგაზე მინდოდა ზუსტად მანამ ესე ვთქვათ, სისტემიდან გავიდოდით, მაგაზე მინდოდა მოლაპარაკა. ხო, ანუ ესე იგი ფიქრობ შენ რომ რეალურად შანსი არის, იმიტომ რომ თავიდან ხო ის იყო, რომ თავიდან წარმოვიდგინეთ მარსზე, ხო ჯერ? იმიტომ რომ ესე აი გარიდან რომ შეხედო მე როგორც მესმის არის რომ დედამიწას, მზეც, მზერაშვეშე, დედამიწას, მარსის და მე მგონი ვენერაც არის სიცოცხლის ზონასაც ეძახიან, ხო? დედამიწაა სიცოცხლის ზონაში. მარსზეც ვიცოდი რომ იკვლება სიცოცხლის ზონაშია დედამიწა, მარსი და იუპიტერი გაცდენ, ეს ძალიან მარსიც გაცდენილია, უკვე მე ვიცოდი რომ სიცოცხლის ზონაში ითვლებოდა მარსიც. მართლა აი ეხა პირველად გავიგე. არ არის, იმიტომ რომ ტემპერატურა ფაქტია რომ დაბალია ტემპერატურა. წყალი და ხუსპად გაიყინება. უბრალოდ არატრივიალური სიტუაციაა. მე სიცოცხლის ზონაში როგორ მესმოდა ეს დავაზუსტებ რომ სიცოცხლის ზონას მე ესე ვთვლი. გულისხმობ გარედან რო აკვირდები სიტყვაზე რომ პლანეტის ზომა იმ მისი ვარსკვლავით ის გარშემოც ბრუნავს და მისი მასა და ის დისტანცია და მაგას ეძახიან რომ პოტენციურად სიცოცხლის ზონას. არა, უფრო მარტივად არის სინამდვილეში. თუ იგივე ენერგიას იღებს თავისი ვარსკვლავიდან პლანეტის ყოველი კვადრატული მეტრი, რასაც იღებს დედამიწის ყოველი კვადრატული მეტრი მზიდან, ეს არის საიცოცხლო ზონა. ანუ ეს ნიშნავს იგივეს იღებს ნიშნავს იმას რომ იქ რომ შენ ყინული დადო გადნება. თუ იგივეს იღებს ამიტომ ტემპერატურა უნდა გახდეს ისეთი როგორიც არის აქ ჩვენთან. ამიტომ ძალიან მარტივია ხოლმე შეფასება აი როცა ახალ პლანეტებს, ეგზოპლანეტებს პოულობენ თავის ვარსკვლავთან, ხო? აი ახლა იპოვეს ხოთა შორის ცოტა ხნის არა, ცოტა ადრე არის ნაპოვნი, მაგრამ ახლა ანალიზი ჩაატარა ვებმა. აი ცნობილი პლანეტა, რომელიც ოკეანით არის დაფარული. ანუ სწორ ადგილზეა, სწორ თავისი ვარსკვლავიდან სრულად ოკეანია, დედამიწაზე, დიდია, გიგანტურია, მაგრამ ოკეანით არის დაფარული და ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ წარმოდგენაც კი არ შემიძლია რა ვარიაციები შეიძლება იყოს იქ სიცოცხლის, იმიტომ რომ სულ სხვა გრავიტაცია, სხვანაირი გამოსხივება, მაგრამ წყალი თხევადი მდგომარეობა. ლემის სოლარისი. ეს არის K2 18b, თუ არ ვცდები, ეს პლანეტაა, ძალიან საინტერესო პლანეტაა და ესეთი პლანეტები კიდევ ბევრი აღმოჩნდება. მაგრამ სანამ იქამდე წავალთ, აქ ჩვენთან შეიძლება იყოს ასეთივე სიცოცხლე. მე მგონია, რომ ევროპა არის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ადგილობრივი იქაური ფლორა ფაუნის. ხო, აი მას მე შევეკითხო, ანუ როგორ შეგვიძლია რომ ეგ გავიგოთ უფრო მეტი. გარდა იმისა, რომ ევროპაში ალბათ მისია საჭირო, რომ დავბრუნოთ და ჩავიდეთ. მაგის გარშე ჩვენ ვერანაირ იქიდან რაღაცა მოდის. ანუ რაც სიცოცხლის მახასიათებელია. ეგ მისია, ანუ ევროპის გარშემო შეიძლება გააგზავნო რეალოს თანამგზავრი ზონდი, რომელიც იქიდან ამოფრქვევის სას მიღებული წვეთებს, გაუკეთებს ანალიზს, ჩაატარებს, ეგ შეიძლება, მაგრამ კითხვა მან დაუცებად დარჩება მაინც. ზუსტად ვერ იტყვი მაგრამ. ვერ იტყვი, ანუ ორგანიკას იპოვი. ეს თან ორგანიკას იპოვი უკვე დაშლის, იმიტომ რომ ვაკუუმში ამოწყორცნელი იქ სავარაუდოდ უკვე დაშლილია. ხო? ორგანიკას იპოვი, მაგრამ ეს კითხვა დარჩება კი, მაგრამ აი ამიაკი მაგალითად ნაპოვნია ხშირ მარსზეც არის ნაპოვნი და სხვაგანაც, მაგრამ კითხვა რჩება ეს ამიაკი ცოცხალი სიცოცხლის წარმოშობისაა თუ სიცოცხლე არაფერ შუაში, არამედ ტექტონიკური ძვრებით ვულკანური ამოფრქვევების და იმის გამო ეს გაზი ამოდის, ეგეც შეიძლება იყოს, ანუ წმინდა გეოლოგიური წარმოშობის შეიძლება იყოს. ხო და ამიტომ ერთადერთი რეალური იქნება დასტური იქ. ანუ ამის საჭიროა რობოტული მისია, რა თქმა უნდა. აპირებს კიდევაც NASA ამაზე, არა, NASA ამას აპირებს დაახლოებით 10-15-20 წელი, 20 წელში ამის გაგზავნას, ანუ ეს უნდა იყოს ზონდი, რომელიც დაჯდება ევროპას ზედაპირზე, იმ ყინულს გაადნობს. ბირთვული საწვავი ექნება და არ გაუჭირდება. ჩავა, რაღაც ნაწილი მისი ჩავა ქვემოთ, გადაიღებს ფოტოებს, ვიდეოებს და გამოგზავნის. ანუ იდეა საშუალო ასეთია. მაგარი იქნება. ასე რომ ჩვენ ალბათ მომსწრები გავხდებით ამ იმის, რა ქვია, დიდი რაღაც კვლევის და იქ სიცოცხლე სავარაუდოდ უნდა არსებობდეს.
რადგან ესე შორს არის მაინც ან ჩვენ მასშტაბებით გულისხმობთ რომ კოსმოსის მასშტაბებით აგერ გვერდით კუთხეშია მაგიტო არის რომ აქამდე მაინც ვერ გაიგზავნა ეს მისია კი ჩვენი ტექნოლოგიური შეძლებლობისთვის მაინც ართულია რომ იქ რობოტული მისია გაუშვათ რომელიც დაждდება და გაგზავს მაგალითად არც ეგრე უბრალოდ ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან და პრიორიტეტებთან ანუ პირველი პრიორიტეტი რაც აქვს ჯერ იმას აკეთებს NASA ზოგადად ეს კოსმოსური სამეცნიერო საზოგადოება და ნუ ესე ჯერ და მერე. ხო, მაგრამ ესე იგი ძალიან ზემოთ ვერ აიტანეს ჯერ ეს იქ თვითონ შიგნით ეგრე გამოდის, ხო? თუმცა კვლევები დაწყებულია უკვე თეორიული. უკვე თეორიული კვლევები მიდის, თეორიული მათ შორის იგულისხმება მიდის პროექტირება იმ ზონდების. ზონდის სხვადასხვა ვარიანტებს აპროექტებენ და ნუ მერე ალბათ რომელიც გაიმარჯვებს, დავარქვათ ტენდერი. ისწავა და დაждდება, ანუ ამას აპირებს NASA სერიოზულად, სრულად სერიოზულად, მაგრამ ჯერჯერობით ახლა დღეს ხვალზე არ არის ლაპარაკი. ნუ 10-15 წელი. ხო, რაღაც ესე არის დაახლოებით. ოკეი, ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. მაქედან ალბათ დიდი ალბათობით, ნუ როგორ მაქედან ხო ყველანაირად გვეცოინება არის თუ არა ეს. 100%-იანი გვეცოდინება. ხო, ის არ იქნება, რომ რაღაცა ვერ გავიგეთ მაინც. არა, 100%-იანი გვეცოდინება, იმიტომ რომ პირდაპირ ანუ ანალიზი უნდა ჩაატარო, ვიდეო უნდა გადაიღო ელემენტარული რა ვიცი. ფოტოები. ხო, მაგრამ თვითონ იქ მასალითაც რომ ამო ალბათ იმ მასალის გაანალიზებაც შედეგს დადებს იქ შეიძლება. იმიტომ რომ ახლა ის რაც პერსევერანსი აკეთებს დაუშვათ მარსზე, ხო? ასეთივე ასტრობიოლოგიური მოდული უნდა კონდეს. მოდულით აღჭურვილი უნდა იყოს, რომ შეძლოს სინჯების კარგი სწორი ანალიზი. აი ვინც ხა მასშტაბები არის ეს მსვენელიც, რამდენი კილომეტრი ამ მასშტაბებზეა საუბარი, რამდენი არის დაშორებული ჩვენგან ახლა ეს დაახლოებით ეს თანამგზავრი. ეს კი ვიცით ეს რამდენი, ესე იგი დაახლოებით 10, ანუ ესე იგი 1 ასტრონომიული ერთეული არის დაახლოებით ჩვენგან მზემდე. თუ არ ვთქვი 10 ასტრონომიული ერთეული არის ჩვენგან მზემდე ეს 150 რასაც ეძახიან? არა, ერთი არა astronomical unit ეს არის 150 მილიონი კილომეტრი ჩვენგან მზემდე. ნუ რაღაც 10 ჯერ მეტი დაახლოებით ესე არის იქამდე. ნუ ხო, მანძილი პატარა არ არის, მაგრამ ნუ მაგ მანძილებამდე მისულა ზონდები სინამდვილეში. ზონდები ხო? ხო, ანუ შემოუფრენიათ გარშემო გადაუღიათ ის შესანიშნავი ფოტოები, რაც გვაქვს იუპიტერის ძალიან მაღალი გარშევადობის. ჩვენი ეს თქო ცივილიზაციის გაგზავნილია, დიახ, მანდი იყო ზუსტად. ხო, ასე რომ იუპიტერი საკმაოდ კაი ხანია უკვე ამ კვლევის ინტერესის ცენტრშია, კვლევის ინტერესის და ეს პრაქტიკა პრინციპში NASA-ს აქვს და ეს ანუ ტექნიკურად შეუძლებელი არ არის. ფინანსებია საჭირო და ნუ რაღაც გარკვეული უნდა მოვიდეს რიგი. ხო, ეს ოღონდ ხაზს გაუსვამთ, რომ საუბარი არის რაღაც ნუ ცივილიზაციას იქ ნამდვილად არ ველოდებით. არა, ნამდვილად. რაც მოუდინები იყო ადრე მარსზე, ეს და მაშინ ძალიან სამეცნიერო ფანტასტიკაში ძალიან პოპულარული იყო ეგ. გულისხმობ, მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, მე-20 საუკუნეშიც გადმოყვა ეს, აი, ჰერბერტ უელსთანაც იყო, რომ აი ეს რაღაც მარსელები ჩამოდიან, სამყაროთა ომებიც ხო მაგაზია დაშენებული და უამრავი სამეცნიერო ფანტასტიკაში აქტუალური იყო და სხვაჩერს ქართული ნაწარმოებიც არის აბაშელი არის ესეთი ავტორი ხალი სარკეში თუ რაღაც ეგრე ქვია. ხო, ამასიდან მე სხვაჩერს არ ვიცოდი და მეგობარმა წამაკითხა. კი და სხვაჩერს იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ნაწარმოებია. და აქვს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი. წინსწრებით ხო, ესე ქართულ ტელეფონის მსგავსი ვიდეო კოლები აქვს. ძალიან საინტერესო. მე აი სულ ჩემთ და ესე ვთქვათ, ესე იგი ძალიან მწვენი ამას რომ მაგრამ აი ბოლოს დროს წავიკითხე მეგობარმა მითხრა არც კი გაგებულიც არ მქონდა. აბაშელი სახელი სამწუხაროდ მეც აღარ მახსოვს ხალი სარკეში ქვია და იქ ძალიან ბევრი ტექნოლოგია აქვს კარგად დასმული რა მათ შორის ეს ვიდეო კოლები და რაღაცა იქ რომ რეკავენ ეს სახის ისინი და ეს წიგნი არის დაწერილი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი. აი კომუნისტები არიან ძალიან ახალი მოსულები, რაღაც ეგ პერიოდია მე მგონი, აი სულ ახალი მოსულები არიან, რაღაც ეგ პერიოდია და ხო ეგ წიგნი ძალიან კარგი წიგნია, იშვიათი სამწუხაროდ სამეცნიერო შეიძლება ის იყო რომ დეპრესიაში ჩავარდა წერალი ამ ამით გამიკვირდა რა თქო ხო აი არ გამიკვირდება რომ არა აქვს დაწერილი ამ ადამიანს მე წიგნო წავიკითხე დავიწყე ამ კაცის კვლევა მაშინ არაფერი არ იყო ხო არაფერი არ აქვს სხვა დაწერილი ამ ჟანრში ანუ რაღაცები აქვს, მაგრამ არა ამ ჟანრში და ეგ გამიკვირდა რომ მეთქი ანუ ეს თუ წერ რავი ხა ასაკით ნახე და იცოცხლა საკმაოდ და თან საკმაოდ კარგი ნაწარმოებია. ხო, კარგი ნაწარმოებია, ანუ წერითაც და ნუ ჟანრს იცნობს და მოკლედ თემაც უყვარს რა და ხო და ნუ მოკლედ მარსზე ელოდებოდნენ მაგის თქმა მინდო და ფაქტია რომ ეგეთი რაღაც არ არის არც მზის სისტემაში. ხო და მანდ მინდა ეხლა რომ გადავიდეთ აი უკვე რადიო სიგნალებსაც ვეძახით რა რაც ხშირად ირევა ხოლმე ჩვენს მაგალითად Next-ს ხშირად წერთ რომ წამოვიდა რადიო სიგნალი მე კომენტარებშია ხოლმე რომ აი უცხოენდელების სიგნალია თუ რაღაცა აი ეგ როგორ ხდება რა გულისხმობ უკვე მზის სისტემის მიღმა სიტუაცია სადაც
რა ვიცი, აი ცივილიზაციები გამოჩნდა რა. ჩვენ არ ვიცი, რამდენი წელია, სულ რამდენიმე 10 წელი, 10 წელია, რაც რადიო სიგნალებს შვებს. დაუშვათ 100 წელი მოდი. ხო, აი გამამრგვალოთ. რაღაც ეგრე. ესე იგი, ჩვენი სიგნალი დედამიწიდან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილის სფეროს არეალს მოიცავს. რაც პატარა მანძილია ძალიან. თუ იქ ვინმე გველოდება, თუ ისინი ჩვენგან არიან 100 სინათლის წლის მანძილზე უფრო შორს, მათ ჯერ სიგნალი არ მიუღიათ. ამიტომ ჩვენ ჯერ ასე ვთქვათ რადიო რუკაზე არამიწიერებისთვის არ ჩანვართ. ხო, ეგ არის. და სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი ახსნაც. შეიძლება ისინიც ამიტომ არ ჩანან. შეიძლება ისინი ჩვენსავით აი რაღაც ეხლა დაიწყეს ტექნოლოგიური არსებობა. ხო, ამიტომ ბევრი ერთ-ერთი შეიძლება ეს იყოს ახსნა, მაგრამ ბევრი სხვაც. თუმცა, ნუ აი რადიო ძიება მიდის უკვე кайხანია 70-იანი წლებიდან, წინა საუკუნის, რომელიც კარლ სეიგანმა ასე ვთქვათ დანერგა. კონტაქტი არის ეგ, ზუსტად ეგ არის, ხო? არაჩვეულებრივი ფილმი, არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ნანახი. და წიგნიც ანუ სცენარი, რომელიც თქო კარლ სეიგანს ეკუთვნის თან. ხო, ეს არის. და ესე იგი, რას ვამბობ, რომ აი სიგნალი ეს თქო რადიო ძიება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთი ფუნდამენტური რაღაცაა, რომ თუ ის ცივილიზაციას რა მნიშვნელობა აქვს, როგორია რა ენაზე საუბრობს თუ არა. მოკლედ არანაირი თუ ისიც იკვლევს სამყაროს, ეს სამყარო ჩვენთვის საერთოა. და ამიტომ მან უნდა იცოდეს ელექტრომაგნიტური გამოსხივებების შესახებ. როგორ იცის, რა ფორმით აყალიბებს თავის მათემატიკას. სულ რომ მეთანზე იყოს დაფუძნებული მის მნიშვნელობა არ აქვს, ის მეთანიც ხომ ამ სამყაროს ნაწილია. ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ სამყაროში გამოსხივება არსებობს და ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ანუ გამოსხივების ერთადერთი ამ ეტაპში ჩვენ რაც ვიცით და შეიძლება ერთ-ერთი მათთვის მათ უფრო მეტი შეიძლება იციან, არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ამით კომუნიკაცია შეიძლება. და ამიტომ არ არის გამორიცხული, ანუ ამიტომ ასე ფიქრობდა კარლ სეიგანიც, ის თვლიდა რომ შესაძლოა კომუნიკაციისთვის ისინი ერთმანეთში ან თვითონ ან ჩვენთვის აგზავნიან მათთვის უცხოებისთვის აგზავნიან მესიჯს რომ ჩვენ აქ ვართ. და ამიტომ და 70-იან წლებში დაიწყო მისია, ანუ მოსმენა დაიწყო ცის, რომელიც დღემდე გრძელდება. ცას უსმენენ საკმაოდ აქტიურად სხვადასხვა აქტიური ტელესკოპები. ერთ-ერთი ტელესკოპი ეს არის მიბმული პირდაპირ სეტის ინსტიტუტზე, მას ეკუთვნის ფაქტიურად და ნუ ჩართულია რადიო, ასე ვთქვათ, მიყურადებაში. თუმცა რადიოტელესკოპები, ჩვეულებრივი ასტრონომიული რადიოტელესკოპებიც თავის, ასე ვთქვათ, რაღაც კვლევის დროს გამოყოფენ ხოლმე ამ საკითხისთვისაც. აი მაგალითად, ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი ამ ეტაპზე ჩინეთში ტელესკოპი FAST 500 მეტრიანი დიამეტრის, ეს თეფში. მისი მას ერთი 7 ამოცანა აქვს, პულსარების ძიება, ასე შემდეგ და ერთ-ერთი ამოცანა არის რადიო მოსმენა არამიწიერი ცივილიზაციის აღმოსაჩენად. ასე რომ ეს ძალიან მეცნიერული ტრენდია. თან ისეთი ტრენდია, რომ ამის, ასე ვთქვათ, გადაგდება და რაღაც მოსროლა შეიძლება იყო დრო, როცა მეცნიერები რაღაც ცხვირს იბზუებდნენ ამ თემაზე, თuliდნენ რომ ეს თემა ასოცირდება მფრინავ თეფშებთან. კარლ სეიგანი იყო ალბათ არის ერთი მაინც პირველი, ხო, ვინც დანერგა. კარლ სეიგანი და შკლოვსკი, ეს ორი ადამიანი მის დაწერეს ერთობლივი წიგნი 70-ში ან 71-ში, აღარ მახსოვს როდის ზუსტად, ქვია არამიწიერი სიცოცხლე კოსმოსში, ესე ქვია. და ფაქტობრივად ამ წიგნით დაუდეს საფუძველი სეტის მეცნიერებას, ასტრობიოლოგიას და ბევრ სხვა რამეს, რაც ამასთან კავშირშია. ასე რომ ხო, იქიდან დაიწყო, მაგრამ ცუდი რაღაც მოხდა 90-იანი წლების და 91-ში, ასე იგი სეტის ინსტიტუტმა მიიღო ძალიან დიდი გრანტი NASA-ში. და 92-ში სენატმა გრანტი გააუქმა. ნუ ჩვეულებრივი ამბავი, მეტრო პოლიტიკოსები ძალიან ხშირად არიან ზედმიწევნით გაუნათლებლები ხოლმე, ხშირად ძალიან. ეს მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი, აბსოლუტურად, ანუ ფაქტურად გადააგდეს მოისროლეს სანაგვეყუდზე ეს მიმართულება და აი მხოლოდ ჩვენი საუკუნის დასაწყისში დაიწყო 2010-ში თუ 9-ში დაიწყო ისე დაფინანსება ცოტა ფრთხილად, მაგრამ ეხლა უკვე კარგად აკრიფა ასე ვთქვათ ეს ნაბიჯები ამ დაფინანსებამ, მათ შორის NASA-ს მხრიდან და ნუ ხო, უკვე დაიწყო ეს, მაგრამ ვიმეორებ რომ ესე იგი აი მფრინავი თეფშების ეს ძალიან ფსევდომეცნიერული ეს ჯგუფების არსებობამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახდენდა ასოცირებას ამ დარგის, ამ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დარგის ასოცირებას ამ აბსოლუტურად მართლაც არამეცნიერულ და პროფანაციულ მიმართულებასთან, მაგრამ ეს
ეს თლათ იმათი ბრალი არ არის, იმათი ბრალია, ვინც არასწორად აკეთებს ანალიზს და ამას აიდენტიფიცირებს ერთმანეთთან. ამიტომ ჩვენთან ხდება ხოლმე მედიაში მაგალითად კონკრეტული ადამიანები მიყავთ, რომლებიც არ ეკავშირა აქვთ რეალურად მეცნიერებასთან და იმათ ალაპარაკებენ, როგორ აღმოაჩინეს და ის ეძებენ ისინი რაღაცა. კი, მეც მინახავს ესეთი ის და არ მარტო საქართველოში სხვაგანაც ხდება. ხო, სხვა შორის აქ იმ situatsiას არ მინდა რომ რაღაც ამოუცნობი მოვლენები არ არსებობს. სამყაროს შემეცნება ხდება ამოუცნობი მოვლენებით. მათ შორის ბჭყალებში დავარქოთ ფრინავითებში, ანუ რაღაც ამოუცნობი მოვლენა, ფენომენი, ხო? ეს ასევე კვლევის საგანი უნდა იყოს. კვლევის და არა, ну რაღაც ვიღაცამ თქვა და ეს ხო ესე იგი. მაგრამ იქ იყო რამდენიმე სასაცილო მომენტი, მაგალითად მექსიკის კონგრესში რო ვიღაც კაცმა შეიტანა 2 თოჯინა. ნახევრად თოჯინა, არ ვიცი, რაღაც სხვადასხვა ცხოველების მისგან აწყობილის და წარადგინა და ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელებს ინახავდა, ხო და. ნუ ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა მე იმას იწევს, ხო, მაგრამ ნუ ეგ ისა. ხო, მაგრამ მაგისი იდენტიფიცირება ძალიან ადვილია. ხო, რა თქმა უნდა ესე. თუ საზოგადოებას, ანუ იმას ვინც ვის ხელთაც არის, ვისაც ხელშიც ეს არის ფინანსური ძალა, ამ შემთხვევაში აი სენატზე ამერიკაში რომ ფაქტურად დარგი დაღუპეს სინამდვილეში, რამდენიმე ათეული წლით, თითქმის 2000 წლით, ხო? ანუ ხო, 2000 წლით, 92-ში გააუქმეს და სადღაც 2010-ში დაიწყო დაფინანსება. ნუ ეს დანაშაულია მე რომ გითხო, სერიოზული დანაშაულია, ნუ იმედია ხვდებიან ახლა ამას და უკვე რაღაც ამ მიმართულებით ეს ფინანსება დაიწყო მოძრაობა, ასე ვთქვათ. და მეცნიერების ნაკლებად იბრძვებენ ცხვირს ამ იმაზე მიხვდნენ რომ ეს დარგი, ეს სამეცნიერო, ეს ალბათ ყველაზე ფუნდამენტურია, რაც კი აი კითხვა, რა ვიცი, მარტონი ვარ სამყაროში თუ არა, ეს კითხვა ხომ არ არის ჰაერიდან მოტანილი. მართლაც ეს ხომ როცა უყურებ სამყაროს და ხედავ რომ იქ რაღაც ვარსკვლავები, პლანეტების იქნება ესე იგი, ხო სავარაუდოდ. ვარ თუ არა მარტო მე აქ, ეს ძალიან ბუნებრივი მეცნიერული კითხვა. სხვა შორის ყველაზე კარგი მეცნიერი ბავშვია. ეგზისტენცია. ბავშვს ყოველთვის აქვს ეს კითხვა. მარტო ვარ მე აქ თუ იქაც ვიღაცაა. ყველაზე კარგი მეცნიერი ბავშვია ამ მხრივ. ასე რომ ბავშვები უნდა ვიყოთ, რომ ეს ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. კალსეგანს კოსმოსი იწყება, თუ არ მეშლება, მე მგონი ამ კრთაი ლურჯი წერტილის დარმოს რომელიღაც წიგნი იწყება ზუსტად იმით როგორ წარმოუდგენია კალსეგანს პირველყოფილი ადამიანები რომლებსაც უკვე აქვთ ცნობი რაღაც უკვე ანუ ჰომო საპიენსია მაგრამ ძალიან პირველყოფილი ეტაპზეა რა ანუ არანაირი ცივილიზაცია არ არსებობს და ცაში რო იყურებიან ვარსკვლავს როგორ ხსნიან და ძალიან ისაა რა საინტერესო რომ ეს ბავშვი ეკითხება რომ ვინ არიანო იქო რა და ვითომ რა და ეს სიუჟეტი რაღაც აბსტრაქტული და ეს მამა ეუბნება ვითომ ამ ბავშვს რომ ესენი არიანო ადამიანებიო რომლებიც არიანო მონადირეებიო რა და ეს ვარსკვლავი იმიტომ აცებს რომ რაღაც ისრები აქვთო ცეცხლმოკიდებული და იქ რაღაც თელი რაღაც აბსტრაქტული სამყარო აქვს წარმოდგენი როგორ შეიძლება და მე აქ პატარა თეორიასავით აქვს საერთოდ რომ როგორ შეიძლებოდა საერთოდ ეს ვარსკვლავები მე რომლებიც თავიდან ესე იყო გადაქცეული იყვნენ ღვთაებებად რა იმიტომ რომ ეს მონადირეები რომლებიც ცაში გამოდიოდნენ და რაღაც მე ამათ მიენიჭათო კალსეგანებს შეიძლება რაღაც დანიშნულება მაგალითად კარგი ნადირობის რაღაც და მე იქ უკვე რაღაცა ფორმებს ეძებს შენ იქ და მოკლედ ადამიანი მის კომენტარს სულ ეძებდა იქ და ვარსკვლავი შეიძლება არისო და რა იყო მაგრამ ვიღაცას ეძებდა უკვე ვარსკვლავიც კი შეიძლება ადამიანი ეგონა ამას ვამბობ რომ მართლა ეძებს ადამიანი არის ბუნებით ხო ადამიანი ბუნებით არის შემოქმედი და ეძებს ყოველთვის და ცდილობს ჩვილი ბავშვი უკვე ცდილობს რაღაცა გასინჯოს გემოგაუგოს ხელი ჩაყოს ეს შემთხვევითი არ არის ის მეცნიერია და იმიტომ მოვიდა სამყაროში როგორც მეცნიერი შემოვიდა შეგვიძლია ალბათ ეს თემა და მე გადავედი თვითონ აი შავი ხვრელების თემაზე. კი ბატონო. ოკეი. ხო, ანუ ამაზე რომ ლაპარაკობთ ხო და მე მაინტერესებს აი კი ახსენი რაღაცები, მაგრამ აი მომავალი როგორი წარმოგვიდგენია, გინდაც ამ ასე თქვათ რაღაც აი ამ სიგნალების დაჭერის ხრივ რამე თუ არა ტექნოლოგიურ პროგრესს თუ შეიძლება წარმოგიდგენია რომ რაღაც ისეთი გარღვევა შემოხდეს რაც უფრო დაგვეხმარება რომ მსგავს სიგნალები დავიჭიროთ ან არ ვიცი შეიძლება მე არ ვიცი რაღაც ანუ ესე იგი ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად მძლავრი ტელესკოპები გვაქვს და მძლავრი ტელესკოპი ნიშნავს მისი ეფექტური არეალი უნდა იყოს ძალიან დიდი ანუ ფართობი მარტივად ვთქვათ ანუ გარჩევადობა რო კონდეს მაღალი გარჩევად ერთი ჩაგეკითხები რომ ანუ ხო არ ხდება ის რომ აი კარგავთ ეხაც აი შეიძლება ეგეთი რამე ხდებოდეს რომ აი ჩაიარა ეხა სიტყვა და პირობითა და ვერ დავაფიქსე ეგეთი რაღაცა ეხა შეიძლება ხდებოდეს მაგას ეხლა იგივე ბარე მოვაყოლებ იგივე ის
WOW სიგნალი, ცნობილი, რომელიც წინა საუკუნის მეორე ნახევარში ჯერი ეჰმანმა, ცნობილმა ასტრონომმა აღმოაჩინა შემთხვევით, ანუ დაიჭირა სიგნალი, რომელიც იყო ძალიან სწორ სიხშირეზე, წყალბადურ წყალბადის გამოსხივების სიხშირეზე და გრძელდებოდა საკმარისი ხანი რომ მიგვენიჭებინა მისთვის გარკვეული რაღაც კითხვის ნიშანი დაგვესვარეს უცნაური ობიექტია. მაგრამ სამწუხაროდ არასაკმარისად დიდი ხანი გრძელდებოდა რომ გაგვეშინა. ეს WOW სიგნალი დარჩება ენიგმად. ის არ მოიხსნება, ეს იქნება მოუხსნელი ენიგმა, იმიტომ რომ არ გვაქვს იმდენი ინფორმაცია რომ პრინციპულად არ გვექნება. მეორედ აღარ გამეორებულა. ხო და ამიტომ ამის რისკმა მინდა რომ ესე იგი ეს ძიება საჭიროა უფრო ეფექტურად. ეხლა ეფექტური ნიშნავს რას? რომ არ გაგვეპაროს. ხო, აი ეგ. არ გაგვეპაროს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება დაბალი ინტენსივობის სიგნალი და სიგნალი საკმაოდ სწრაფად კლებულობს. თუ წყაროდან ვართ ორჯერ უფრო მეტ მანძილზე, ჩვენთან მოდის 4-ჯერ უფრო ნაკლები ენერგია. 3-ჯერ მეტზე 9-ჯერ უფრო ნაკლები. ამიტომ წარმოიდგინეთ კოსმოსურ მასშტაბებზე, ხო? რამდენად სწრაფად ვარდება, რა გინდ ძლიერი ის არ უნდა კონდეს იმ ცივილიზაციას, თქვათ. რადიო გადამცემი. რა ძალიან სწრაფად ვარდება ეს ინტენსივობა, რომელიც მე ჩვენამდე მოდის. ამიტომ საჭირო არის მიმღების იყოს ძლიერი. და მიმღები რო ძლიერი იყოს, საჭირო რომ თებში იყოს, მარტივად რო თქვა, თებში იყოს ძალიან დიდი ზომის პირობითად. ამიტომ არსებობს ეს მარტო მაგედან გამომდინარე არა, არამედ ზოგადად ასტრონომიაში ჩვენ გვჭირდება უფრო კარგი რეზოლუციით დანახვა ობიექტების, უფრო კარგად დანახვა. ამიტომ ამას კიდე ჭირდება დიდი ზომის და დიდი ზომა ეხლა ადგე და აწყო თქვათ მზის სისტემის ზომის ტელესკოპი, ну აბსოლუტურად აბსურდია. მაგრამ აბსურდი არ არის სხვა რამე. თქვათ ერთი ტელესკოპი გაიტანო მთვარეზე, მეორე ტელესკოპი დადგა დედამიწაზე. მაშინ ეფექტურად ეს ორი ტელესკოპი იმუშავებს როგორც ერთი ტელესკოპი აქედან იქამდე ზომით. და უფრო მეტიც შეიძლება ერთი ტელესკოპი დედამიწაზე დგას, ისედაც ხო ბევრი ტელესკოპი დგას. და მეორე დედამიწა რა ტრაექტორიაზე ზბრუნავს, იგივე ტრაექტორიაზე დიამეტრულად საწინააღმდეგო მხარეს გაუშვა ზონდი ტელესკოპი. და მაშინ ეს ორი ტელესკოპი ასევე ერთი ტელესკოპი იქნება დიამეტრით 300 მილიონი კილომეტრი. ესეთი პროექტები არის. მინიმუმ მთვარეზე უკვე იგეგმება. არ არის გამორიცხული ჩინელებმა ითაონ ეს ერთი ტელესკოპი დადგან იქ და მაშინ ეს იქნება ფაქტობრივად ძალიან დიდი ტექნოლოგიური წინსვლა, მათ შორის არა მარტო ასტრონომიისთვის, არამედ აი სწორედ ამ დარგისთვის, სეტისთვის, რომ ეძებოთ რადიო სიგნალები. უფრო ეფექტურად. თუმცა მე პირადად მგონია რომ რადიო სიგნალებზე ჩაციკლა არ არის სწორი და სამწუხაროდ სეტი ჩაიციკლა სეტის ინსტიტუტი და მათ შორის სეტი ჩაიციკლა სიგნალების რადიო სიგნალების ანუ მიყურადებაზე და ძიებაზე. გაცილებით უფრო ეფექტური არის სხვა ანუ მასთან ერთად კიდევ სხვა არტეფაქტების ძიება, იმიტომ რომ სიცოცხლე აღმოჩნდა რომ იმდენად კოსმოსში იმდენად რთული ფენომენია ალბათ და ხან არ გვიპოვია აქამდე რომ მარტო ერთი არხის დაჭერა და მარტო რადიო სიგნალების ასე ვთქვათ კეჩინგი რა დავიჭიროთ როგორმე წამგებიანი წინასწარ უკვე წამგებიანი ტაქტიკა ჯობია ყველა არხი გამოვიყენოთ სადაც კი შეგვიძლია ერთ-ერთი არხი რადიო მეორე არხი არის ვეძებოთ დაუშვათ რა ვიცი არტეფაქტები რომელიც ვთქვათ კოსმოსური ნაგებობები რომელიც მათ აქვთ და ამ ნაგებობებს აუცილებლად კვალი ექნებათ კოსმოსში ისინი უნდა იყოს სავარაუდოდ დიდი რაღაც გამოსხივება უნდა ქონდეთ და რომელიც უფრო გამოჩნდება ცაზე ვიდრე რადიო სიგნალები რომელსაც თუ შენკენ მომართული არ არის შეიძლება ვერ დაიჭირო ანუ დაისონის სფეროებზე ვაპარაკობ მაგალითად და რაღაც მსგავს ესეთ მეგა სტრუქტურებზე რომელიც შეიძლება იმ Z ცივილიზაციას კონდეს. ხო, აი ეგრე ის იქნება ხო და მაგ მხრივ აი რა ისევ ფინანსების ამბავია ხო? მაგრამ ეს ტელესკოპები ეძებენ ამ დაისონის ასე ვთქვათ მეგა სტრუქტურებს და კანდიდატებად უკვე ნაპოვნია დაახლოებით 16. ანუ რომელიც საჭიროებს კანდიდატი მქვია, იმიტომ რომ ის ბოლომდე დადასტურებული ჯერ არ არის, მაგრამ საჭიროებს დამატებით კვლევას და ეს კვლევები რახან იყო, უკვე არსებობს გარკვეული უბნები ცაზე, სადაც ისინი მოიაზრებიან, რომ შეიძლება იყოს და თუ ვიცით ეს ობიექტები, ვიცით მათი კოორდინატები და კვლევები კიდე გრძელდება სხვათა შორის. ამერიკული ჯგუფიც არის ჩართული საკმაოდ აქტიურად და ნუ კიდევ რამდენიმე ჯგუფი მსოფლიოში.
აი ევროპაზე რო თქვით რომ დაახლოებით 10-15 წელში ველოდებით რომ რაღაც მისია გაიგზავნოს ამ ხრივ თუ გვაქვს რამე პროგნოზი რამდენად შენ როგორ წარმოგიდგენია რა თქმა უნდა ამას ზუსტად ვერ ვიტყვით ხე მაგაზე არ არის საუბარი აი რაღაც როგორ წარმოგიდგენია რამდენად რეალურია რამდენ წელიწად შეიძლება შენი აზრით ან ისეთი ტექნოლოგია გქონდეს, ან გინდაც აი დავიჭიროთ რაღაც ეგეთ სიგნალი. წარმოგიდგენთ, თუ შეიძლება იმდენი ხანი გავიდეს. მოიცა, რაზე გაგზავნაზე თუ სიგნალის დაჭერაზე გულისხმობ, დაჭერას. ეს მე მგონი საკმაოდ კარგად ვითარდება ეს დარგი. ანუ იმიტომ რომ დედამიწაზე არსებული ტელესკოპები, ეს არის ქსელი ტელესკოპები, მუშაობენ ძალიან ჭკვიანური ინტერფერომეტრიით. დედამიწა დიამეტრში არის დაახლოებით 12000 კილომეტრი. დიამეტრში. ამიტომ თუ ერთი ტელესკოპი დადგი ერთ მხარეს და მეორე მხარეს შენ გაქვს ფაქტიურად ტელესკოპი, რომლის თეფში არის ამხელა უშველებელი, ხო? და ეს და რაც უფრო მეծ ტელესკოპს დადგავ, უფრო გრძნობელობას ზრდი ამ შენი, თქვა, კომპლექსური ტელესკოპის. და ამას აკეთებენ ეს დღემდე გრძელდება, ხო, სამ ქსელში ჩართულია ის სუპერ ტელესკოპის ჩემპიონი ტელესკოპი, რომელიც ჩინეთშია. ასე რომ ძალიან ეს დარგი ვითარდება ძალიან სწრაფად. ტექნოლოგიურად ჩინეთი ახლა ამ ეტაპზე ჩემპიონია ამ ამბავში კი. აკეთებენ ამ თქვა რაღაც. ასე რომ ეს საკმაოდ მალე მოხდება ძალიან კარგი რაღაცეები. სხვა შორის ჯეიმს ვებიც არის ჩართული იგივე ქსელში. ხო, გასაგები კი, ბუნებრივია, უნდა იყოს. ანუ ყველა ესეთი საინტერესო მძლავრი ტელესკოპი ჩართული არის იმ ქსელში, იმიტომ რომ იქიდან მოსული სიგნალი უნდა სხვასთან ესე ვთქვათ, კომპლექსურად გამოიკვლიოს სხვა ტელესკოპთან ერთად. და თუ ეს მანძილები ხო ხდები, რამხელა მანძილებია. ამ მანძილებისთვის ფაქტიურად შენ ეფექტურად თამაშობ, როგორც თითქოს ქონი ერთი ტელესკოპი ამხელა ზომის. კი, ეს 10-15 წელში ძალიან საინტერესო რაღაცების მომსწრები გავხდებით სავარაუდოდ ტელესკოპების განვითარების სავარაუდოდ. მე როგორც უყურებ. ხო, ანუ ეგ ძალიან საინტერესოა. მოკლედ ეს თემა რო ესე ვთქვათ ნელა შევაჯამოთ არის ეს რომ 10-15 წელიწადში უნდა დაველოდოთ მოკლედ რომ რამენაირად გაიგზავნოს ესე ვთქვათ ამ ევროპის გავს თანამგზავრებისკენ რომელიც როგორღაც ჩავალჩინით და ამის პარალელოდაც ამ ტელესკოპების განვითარების პარალელურად შეიძლება არის შანსი უფრო ზუსტად იზრდება შანსი რომ რაღაც სიგნალი დავიჭიროთ რომელიც შეიძლება ისეთ შორიდან იყოს რომ მე იქ თალკი გაგზავნა სიგნალის მაგრამ ეს ხო საერთოდ კიდე არანაკლები ის იქნება ხო რა ეს უფრო მენტალური და ის იქნება რევოლუცია ალბათ ხო იმიტომ რომ ცხადია ანუ აქ შენ სიგნალს ახლა პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ დაიჭირო, მაგრამ ეს იქნება მენტალური რევოლუცია. მაგრამ ფაქტობრივად თუ გაწოდინება რომ იქ სიცოცხლე დადასტურებით არსებობს, ეს ძალიან ბევრ ამის მისცემს სტიმულს მეცნიერებაში. რა თქმა უნდა. ხო, რო წავედი ჩქარა ამ სიგნალი ისეთი გავაგზავნოთ კონტაქტი, რომ ვიღაც ტიპები ძალიან წინ არიან. ეს მართლა ძალიან დიდი ბუმი იქნება, ანუ უსერიოზულესი რაღაც. ბევრ ამის გადაატრიალებს. დაწყებული მეცნიერებიდან დამთავრებული სოციოლოგია, რა ვიცი, ფილოსოფია, რელიგიით რაც გნებავს. ბავშვი სხვა ცივილიზაცია იქნება, ცივილიზაციამ რომელმაც იცის რომ პირობითადვამ 500 კიდევ სხვაც არსებობს რაღაც ცივილიზაციები არიან და ეხა რომ გააგზავნე ესენი სიტყვაზე ვამ 500 წელიწადში იმათა მიუვარ, მაგრამ ის კიდე რომ გამოვა შენ კიდე აქ რანაირ დახვდები და უკვე პასუხისგებლობაც გავს. ჯერ ერთი სტიმული გეძდება რომ უნდა დახვდე. და ცოცხალი უნდა იფიქრო. თავი არ უნდა გაინარჩუნო. პირველ რიგში, ეგ და მეორე რიგში ცოტა ისე დახვდე. თავმომწონეთ დახვდე რა, ეხა მთლად ისე რომ აი მეგობრებო ბოდიში მთვარეზე ვიჯექით ბოლო 60 საათში რაღაცა ეგრეა. ჩვენ კი ესე ვითომ ვიცით მაგრამ სამდოში ეს მართლა სწორი მესიჯები იქნება ჩვენთვის მათი აღმოჩენა. ასე რომ ეგრე არ არის. ეს ძალიან დიდ ბუსტს მისცემს განვითარებას ცივილიზაციას. ძალიან დიდს. ნამდვილად ხო და რავი ნუ მასიურადაც გავრცელდება ხო ეს ეხა თუ ამ ბევრ საერთოდ შეიძლება არ აინტერესებდეს ეს თემები ყველას და აინტერესებს ყველამ როცა იცის რომ ახლა ისე არ მოგვივიდეს ხო იცი იმაში რა ვქე ვასიუკი ხო გალაქტიკათა შორის ის ანუ მაინც ფრთხილად დაველოდოთ როგორ წავა და რანაირად წავა ეს ჩვენი სამეცნიერო კვლევები კი ბატონო ხო აი სამეცნიერო კვლევები ახსენე და ეხლა რომ გადავიდეთ აი რაც ას თავში ვახსენეთ აი შავხრელების კვლევებზე უფრო რაღაცა ძიმე ობიექტებზე მოკლედ რა რომლებიც ამ შემთხვევაში ხა უცხო ცივილიზაციასთან და უცხო სიცოცხლესთან არ არის კავშირში მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ნამდვილად ხო და აი მაქრო ვიცი რომ გიასთანაც გავს რაღაც კოლაბორაცია და ნუ აი ეს ვახსენეთ თავში რომ ეს შავი ხრელი მე ძალიან კარგად ხვდება ხოლმე ყურშიც და რავი თავშიც და ყველგან რომ ანუ რაღაცა კვანტური კომპიუტერი ხო ჯერ კვანტურ კომპიუტერს ამხელა რაღაც პოტენციალი აქვს თუ როგორმე შევძელით ფუნქციური კვანტური კომპიუტერი შექმნა იმიტომ რომ რაღაც კვანტური კომპიუტერები არის ჩინეთშიც იქ ამერიკაში IBM-საც აქვს მაგრამ არ არის ეს მე როგორც მესმის ფუნქციური კვანტური კომპიუტერი არ არის
უნივერსალური დავალებების შესრულება არ შეუძლია. ეს გულისხმობს, რომ რაღაც შეიძლება რამდენი მილიონი დოლარი ჩადო, რაღაცა კვანტური კომპიუტერი განავითარო, მაგრამ იმას შეუძლია მაგალითად რაღაც კონკრეტული DNS-ის გაშიფრო. კონკრეტული რაღაც. ხო, და იმის იქით ორიენტირებულია, კი. იმის იქით პირობითად ვამბობ, რომ ფილმი რატო ჩარტო კვანტურ კომპიუტერში. არაფერი არ შეუძლია მოკლედ იმის გარდა, ხო? რაც ეს არაპრაქტიკულს ხდის მას, ხო, სიტყვას და აი ესეთ გამოთვლით კვანტურ კომპიუტერი, რომელიც ვითარდება და ამასში არის ეს პროცესორი შავი, აი ეს მინდა პროცესორი hard disk. ხო. აი ეს მინდა რომ ეხა კარგად ავხსნათ, მეც კარგად გავიგოთ, ჩვენ მოსწონლაც კარგად გაიგოს. პირველ რიგში ალბათ ორი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, ხო, შავი რა არის, რა ობიექტია და რატო გვინდა რომ ეს შავი დავაკავშიროთ ამ კვანტურ კომპიუტერთან, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება არ იცოდეს შავი ფუნქცია და გაუკვირდეს რა შვებია. ანუ შავი არის მოდი ესე მარტივად შევეცდები, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ ბურთს ვისვრით ზემოთ. აჰა. და რაც უფრო დიდი სიჩქარით ვისვრით, მით უფრო მაღლა ადის. კი ბატონო. ხანდახან ჩამოდის უკან და თუ რაღაც კრიტიკულ სიჩქარეზე ვისროლეთ, აღარ ჩამოვა უკან და მოწყდება დედამიწის გრავიტაციას და გავა მისი, ესე ვთქვათ, გავლენის სფეროდან. ამ სიჩქარეს, რაც თქვი, ქვია ეგრესებული escape velocity, ასე იგი, გრავიტაციული გავლენიდან მოწყვეტის სიჩქარე, რომელიც დამოკიდებული არის მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური მასის, დედამიწის ამ შემთხვევაში, თუ დედამიწიდან გვინდა გაქცევა, ან მზის თუ მზის სისტემიდან გვინდა გაქცევა, მასაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით აგრეთვე, რომ არსებობს მაქსიმალური სიჩქარე სამყაროში. ეს არის სინათლის სიჩქარე. აი თუ აი ესეთ მარტივ მანიპულაციას გავაკეთებთ და ელემენტარულად წარმოვიდგენთ, რომ კი მაგრამ შეიძლება რომ ისეთი მასა კონდეს აი ამ ზომის ობიექტს, რომ სინათლეც კი ვერ გაძვრეს. თურმე შეიძლება, ანუ მარტივად შეიძლება ამის გამოთვლა, სტუდენტებს ვაძლევ ხოლმე ხშირად, ეს მარტივი შეფასებით და ეს არის შავი ხვრელი. ანუ რო განმარტოთ, შავი ხვრელი არის ობიექტი, რომლის გრავიტაციული გავლენიდან ვერ გამოდის ყველაზე სწრაფი ნაწილაკი სინათლეც კი. ხო. სინათლეც კი ვერ გამოდის. ანუ უფრო მეტიც. მარტივად რო შეხედო კლასიკურად სინათლე ასე მოიქცეოდა. თუ მე გავისროდი მას მისი ზედაპირიდან, პირობითად ზედაპირის მეძახით ჰორიზონტს, ავიდოდა რაღაც სიმაღლეზე და ჩამოვიდოდა უკან მას. სინამდვილეში ხდება სხვანაირად. არც კი მილიმეტრიცაც კი არ ასწდება ის შავი ხვრელის ზედაპირს. იმიტომ რომ ის შავი ხვრელი სწორედ განმარტებით ეგეთი ობიექტია. და ეს ობიექტები ვიცით რომ არსებობს, უკვე ვიცით რომ არსებობს. ფოტოც გვაქვს შავი ხვრელის გადაღებული. შავი ხვრელზე კი, ფოტო არის ორი შავი ხვრელის. M87, ეს არის ძალიან ცნობილი გიგანტური მასის შავი ხვრელი, მილიარდიანი მზის მასის, რამდენიმე მილიარდიანი. მზის მასა აქვს ამ შავ ხვრელს. და მაგრამ გადაღებულია ასევე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში 4 მილიონი მზის მასის ასევე გიგანტური შავი ხვრელის ფოტო. ეს ერთი და იგივე კოლაბორაციის გადაღებული, ერთი და იგივე ტელესკოპის სისტემის გადაღებულია. და ნუ საკმაოდ კარგი ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტო გვაქვს აი ამ ორი შავი ხვრელის. და ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ეს ობიექტები არსებობს, უკვე დაზუსტებით ვიცით რომ არსებობს შავი ხვრელები. ესენი არიან ობიექტები, რომლებიც იმდენად კომპაქტურები არიან, რომ მის ზედაპირზე გრავიტაცია იმდენად დიდია, რომ სინათლეს კი ვერ აღწევს ამ გავლენას. აი ეს არის განმარტება. ჩვენ რეალურად პირობითად შავს და შავ ხვრელს მაგიტომ ეს შავია. სრულობით ანიშნავს რომ ის შავია, პირიქით მე აღმოჩნდა რომ შავი ხვრელი თურმე ასხივებს კიდევაც ჰოკინგის გამოსხივებით, მით უფრო ძლიერად რაც უფრო პატარა ამ შავი ხვრელის მასა. ხო, უფრო აგრესიულია. ო, რაც უფრო პატარა. რაც უფრო პატარა, უფრო აგრესიულია. და რატომ არის ახლა შავი ხვრელი, რატომ შეიძლება იყოს ძალიან კარგი hard disk-ი? hard disk-ი რა არის? hard disk-ი არის ზოგადად ეს არის ინფორმაციის შენახვის ადგილი, სადაც ვინახავთ ინფორმაციას, ხო? პირობითად რამდენად ანუ მოცემულ ზომაში, აი რაღაც ზომა ავიღოთ დაუშვათ, პირობითად თქვათ 3 კილომეტრი, 3 კილომეტრიან რაღაც უჯრაში, 3 კილომეტრის შემთხვევით არ ავიღე, ეს არის მზე რომ ყოფილიყო შავი ხვრელი. ხო, ყველა ობიექტს ხო იგავ. მზე რომ ყოფილიყო შავი ხვრელი, ის იქნებოდა 3 კილომეტრი, ყველა ნებისმიერი მასა შემიძლია გავხადო შავი ხვრელი თუ ის რაღაც ზომაში მოვაქციე. ხო, და ნუ აი მზის მასისთვის, ესე დაახლოებით 2-ს რომ მიუწეროთ 30 ამდენი კილოგრამი.
მზე. ეგ რომ გახადო შავი ხვრელი უნდა მოათავსო 3 კილომეტრიანი რადიუსის სფეროში, ანუ ძალიან უნდა დედამიწის შემთხვევაში ამბობ ხოლმე რომ რაღაც ჩოგბურთის ბურთის ხელადი არის სანტიმეტრი, რამდენიმე სანტიმეტრია, კი. დედამიწა ეგრეა. ხო და ეს 3 კილომეტრიანი უჯრა რაც უფრო მეტ მარცვარს ჩადებ ამ უჯრაში, მით უფრო მეტ ინფორმაცია შეინახავს. და საქმე ის არის რომ უჯრების რაოდენობა უნდა გაზარდო. თუ უჯრების რაოდენობა გაზარდე, მაშინ სიმჭიდროვეს ზრდი ამ ვთქვათ ყუთში. და ყველაზე მჭიდრო ობიექტი შავი ხვრელია. ამიტომ შავი ხვრელი არის ყველაზე ოპტიმალური hard disk-ი, ანუ სადაც ყველაზე ბევრ ინფორმაციას ჩადებ. რაც უფრო შემჭიდროვებულია, მით უფრო პატარა არის იმ თითო ბიტის კვანტური ბიტის პირობითად ზომა. ხო. და ეგ ზომა ყველაზე პატარა შავ ხვრელშია. ამიტომ გამოდის რომ შავი ხვრელი ბუნებრივად ანუ აქ მინიატურულ შავ ხვრელზე არის საუბარი რაღაცა. ეხლა რაც შეიძლება ჩვენ შრომას, რაც მე და გიამ გავაკეთეთ, მე მაინც ანუ ეს იყო გია მუშაობს სწორედ შავი ხვრელების აი ამ ინფორმაციის დამუშავებაში, შავი ხვრელები როგორც ინფორმაციის როგორც კვანტური კომპიუტერი და მე სწორედ მაინც სეტისკენ გადავქაჩე, ეს ჩემი იდეა იყო რომ თუ შავი ხვრელი არის ძალიან კარგი hard disk-ი, მაშინ ეს ჩვენ თუ ვიცით, მაშინ ეს იციან მათაც თუ ისინი არსებობენ Z ცივილიზაცია. ანუ ჩვენ ვიცით, მაშინ მათაც უნდა იცოდეთ. მაგრამ ჩვენ უნდა ხონდეთ. ვინც გვასწრებს. ცოდნა, ხო, ვინც გვასწრებს და თანაც ძალიან დიდად სავარაუდოა რომ უფრო მეტი ცივილიზაცია გვასწრებს ვიდრე ჩვენნაირია. ამისი ბევრი ძალიან ესეთი მოტივირებული პასუხი არსებობს. მაინც ვიტყვი ამას, რომ ეს გასაგები იყოს. ჩვენს galaktikაში ვარსკვლავების საშუალო წლოვანება რამდენიმე მილიონით წინ უსწრებს მინიმუმ. თუ არა მილიარდი. თუ არა მილიარდი წინ უსწრებს რამდენიმე მილიონი და ათეული მილიონი მინიმუმ ვამბობ. წინ უსწრებს ვიდრე მზე. ამიტომ თუ იქ დაიწყო ევოლუცია რაღაც ეტაპზე, თუ სიცოცხლის პირობები იყო შესაბამისი და ასე შემდეგ, მაშინ იქ ცივილიზაცია თუ თავისთავი არ გაანადგურეს, ჩვენზე წასულია წინ გაცილებით. და ასეთი ვარსკვლავები უფრო მეტია ვიდრე ჩვენნაირი, ამის თქმა უნდა. ამიტომ დიდად სავარაუდოა რომ ჩვენ თუ ვინმეს ვიპოვით, პირველ რიგში ვიპოვით მათ. ჩვენზე გაცილებით შორს წასულს. ამიტომ ჩვენ თუ ვიცით რომ ეს შავი ხვრელები ძალიან კარგი hard disk-ებია, მათაც იციან. და თუ მათაც იციან, მაშინ უნდა გამოიყენონ. და გამოყენება ძალიან საინტერესოა, ну, თქვა მიკრო შავ ხვრელზეა ლაპარაკი. ხო. მიკრო რაღაც. სვენელისთვის რო უფრო ის გახდეს, ანუ რამდენად მიკროზე არის საუბარი რომ მიხვდრე. ცოტა შორიდან. ოკეი. ესე იგი აღმოჩნდა ეს სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა თეორიულად ჯერჯერობით, რომ რაც უფრო პატარა შავი ხვრელი, მით უფრო მაღალია მის ტემპერატურა. ოკეი. და თუ ტემპერატურა თუ რამის გააჩნია ტემპერატურა, ის ასხივებს. აი ელემენტარულად შავი, ანუ ღამის ხედვის აპარატები რომ არის, ადამიანს რატო ხედავს ის აპარატი? იმიტომ რომ ადამიანი თავის ტემპერატურით, რაც ჩვენ გვაქვს დაახლოებით ოთახის ტემპერატურაზე, ჩვენ ვასხივებთ ინფრაწითელ დიაპაზონში, რომელიც თვალით არ ჩანს, მაგრამ ის აპარატი ხედავს. ჩვენი ტემპერატურა რომ იყოს უფრო მაღალი, თქო ნაკვეთშხლის ტემპერატურა არის და რაც 1000 გრადუსამდე დაახლოებით, თვალით ხედავთ წითელი ფერისაა, მოწითალო რაღაც ისეთი, ხო? ამიტომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, უფრო ძლიერად ასხივებს. და რაც უფრო აღმოჩნდა, რაც უფრო პატარაა შავი ხვრელის მასა, მით უფრო მაღალია ტემპერატურა. ამიტომ მიკრო შავი ხვრელები უნდა ასხივებდეს. და ასხივებს ძალიან ინტენსიურად, რაც უფრო პატარა მასისაა. და იმდენად ინტენსიურად, რომ შეიძლება მთელი მასა დაკარგოს ძალიან მალე. ამას ქვია აორთქლების შავი ხვრელის აორთქლების დრო შეიძლება იყოს სხვადასხვა ჰოკინგის რადიაცია მასთან უფრო სწრაფად მოქმედებს. უფრო სწრაფად მიმდინარეობს ეგრე ანუ გიგანტური შავი ხვრელები არ ასხივებენ თითქმის. რაც უფრო მიკრო არის შავი ხვრელი, უფრო საშიშია ის, უფრო აგრესიულია, ხო. და ძაღლებზე აუბარ ხოლმე ეგრეათო. ხო, აი ძალიან გავს. ხო, აი ჩემი ძაღლის პატარა არის. ძალიან ისეთია ხოლმე, დაინახავს. ძაღლს მივარდება ხოლმე მათ. კი, ეგრე შეგვიძლია. ხო და ეს არის ეს შემთხვევა საკაც და აი ის შავი ხვრელები ნუ რამდენად პატარა უნდა იყოს იმდენად პატარა რომ დაუშვათ რამდენიმე ანუ როგორი შეიძლება იყოს დრო იმ აორთქლების ნუ ტიპიური დრო რა შეიძლება იყოს რაღაც არ არის ძალიან პრინციპული სხვა შორის მაგრამ თქვა წამის რიგის ანუ ეს არის ის ეტალონი დროის რაც სამყაროში რაღაც ტიპიური ეტალონია ხო წამის რიგის რო წარმოიდგინო შავი ხვრელი ნუ წამში აორთქლა დაახლოებით არ არის აუცილებელი მთლიანად აორთქლა თუ მისი ნახევარი მასის ან რაღაც მაგრამ რიგით ის მასა აორთქლა ეს ნიშნავს იმას რომ ამას მე ვეღარ გამოიყენებს ამ hard disks მე მეორე hard disk ჭირდება კიდევ მე მესამე მე მეოთხე ანუ ფაქტიურად გამოდის რომ იმ ცივილიზაციამ უნდა შექმნას შავი ხვრელების ფერმა
ხო. მაგრამ ეს ყველაფერი თქვა ჰიპოთეზაა დაუშვათ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩვენ რა ამით. ერთი საინტერესო თვისება აქვს ჰოკინგის გამოსხივებას, რომ ჰოკინგის გამოსხივების დროს შავი ხვრელი ასხივებს არა მარტო სინათლეს პირობითად, არამედ ასხივებს ყველა ნაწილაკს, რომელიც არსებობს ბუნებაში. და ამ ნაწილაკებთან შორის არის ერთ-ერთი ძალიან აი შენახსენე ნეიტრინოებზე ქონდა ლაპარაკი. ერთ-ერთი ძალიან ეგზოტიკური ნაწილაკი, ეს არიან ნეიტრინოები, ასხივებს მათაც. და თუ იმ ცივილიზაციამ მოინდომა დაუშვათ, თუ მოინდომა, რატომ მოინდომა, მეორე საკითხი, მაგრამ თუ მოინდომა მოახდინოს ამ გამოსხივების ეკრანირება და ჩაკეტოს, რომ ისევ სხვამ ვერ დაინახოს. ნეიტრინოებს აქვს ისეთი თვისება, რომ ისინი მათ განჭოლვის უნარი აქვთ იმდენად დიდი, რომ დედამიწაში გაივლიან და არ დაინთქმებიან. ამიტომ ის შავი ხვრელები, შავი ხვრელების ფერმა უნდა ასხივებდეს ნეიტრინოებს საკმაოდ აქტიურად. და მაშინ საზემათი დანახვა შეიძლება. და ნეიტრინოების ლაბორატორია არის სამხრეთ პოლუსზე. მიწის ქვეშ, კი, წყლის ის ყინულში ფაქტიურად ეს ლაბორატორია და ამიტომ ჩვენ იქ დავდეთ ესეთი მესიჯი გავუგზავნეთ დამკვირვებელ ასტრონომებს, ნეიტრინოების ასტრონომებს, რომ თუ ესეთი ცივილიზაცია არსებობს, რომელიც იყენებს შავ ხვრელებს კომპიუტინგისთვის, მაშინ ეს შავი ხვრელები უნდა ჩანდნენ ცაზე, ნეიტრინოს გამოსხივების ცაზე უნდა ჩანდნენ. და ფაქტიურად სპექტრი დავდეთ, ვაჩვენეთ, აი როგორი უნდა იქონდეს სპექტრი. თუ ეგეთი სპექტრი ვიპოვეთ, ეგეთი სპექტრი თუ ვიპოვეთ, ეგ იქნება ცალსახა ესე იგი, ეგ არ იქნება ორაზროვანი, ეგ იქნება ცალსახად მინიშნება, რომ ხელოვნური შავი ხვრელი. იმიტომ რომ შავი ხვრელები, რომელთა აორთქლების დრო დაახლოებით 14 მილიარდი წელია, ისინი ფეთქდებიან ახლა. ანუ ეგეთი შავი ხვრელები წარმოიქმნა დიდი აფეთქების დროს, უნდა წარმოქმნილიყო. მათ შორის კოლაიდერშიც უნდა წარმოიქმნან. აი ამ ჩვენ რო ვატარებთ ამ ექსპერიმენტებს, აქაც წარმოიქმნებიან, ოღონდ ძალიან μικρო. ესენი μικრო შავი ხვრელები. ხო, ადრევე შეიძლება. სუპერ μικრო შავი ხვრელები. აი ის შავი ხვრელები, რომელიც დიდი აფეთქების დროს წარმოიქმნენ, სხვადასხვანაირი მასების შავი ხვრელები წარმოიქმნენ. ძალიან პატარა მასების უცბად აორთქლდნენ. და ზოგიერთი ისეთი მასა იყო, რომ თუ მასა იცი პირდაპირ იცი რა დროში აორთქლდება. ზოგიერთი ისეთი იყო, რომ უნდა ფეთქდებოდეს დღეს. აი ახლა. ამიტომ პირველადი შავი ხვრელები. პირველადი შავი ხვრელების რაღაც ნაწილი დღეს უნდა აორთქლდებოდეს. ეს გიგანტურები ალბათ. არა, პატარა მასა 10 ხარისხა 14 კილოგრამი გაახლოებით. და ეგ ისეთი მასაა, რომელიც ესე იგი, ანუ ეგ აფეთქება შეიძლება ჩვენ გონია სუპერნოვას სახე, სუპერნოვა აფეთქება არა და ეს არის პირველადი შავი ხვრელი. ანუ ამ ეგრეთ წოდებული სუპერნოვა არა, ბოდიში, გამარეი ბარსტერები არის ესეთი ობიექტები, რომელთა წარმომავლობა ცალსახა არ არის. პულსარი შეიძლება იყოს, ორმაგი სისტემა, მაგრამ შეიძლება არც იყოს. შეიძლება შენ გონია რომ ეს ორმაგი სისტემიდან მოდის პულსარიდან და შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში არის პირველადი შავი ხვრელი. ხო, ახლა რატომ მოვაყოლე ეს? ყველა შავი ხვრელი, რომლის მასა ნაკლებია აი იმ შავი ხვრელის მასაზე, რომელიც დღეს ფეთქდება, არის ხელოვნური წარმოშობის. იმიტომ რომ ისინი უკვე აფეთქებულები არიან. თუ შენ დაინახეთ ცაზე რომ ის ცაზე არის. ესე იგი ის დიდი აფეთქების დროს კი არ შეიქმნა. ის ეხლა შექმნა ვიღაცამ. ანუ ლაბორატორიაში. ანუ ლაბორატორიული წარმომავლობისა. ანუ ეს პირველი ფაქტია ჩვენ დავდეთ თავარი ფაქტი, რომ თუ ესეთი ხელწერა ვნახეთ ნეიტრინოების, შავი ხვრელებიდან ესეთი ხელწერა თან ეს ხელწერა სპექტრს ვეძახით ამას, ძალიან კონკრეტულია. ეს არ შეგეშლება სხვაში, გარკვეულ ანუ ამ ნეიტრინოების გარკვეული ენერგია, გარკვეული ენერგიის მქონე ნეიტრინოები გარკვეული ინტენსივობით მოდიან. ფუნქცია დავდეთ ფაქტიურად. თუ ესეთი ნახე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შავი ხვრელების ფერმა შექმნილი ხელოვნური გზით. და ამიტომაც სხვა შორის იყო ეს აი ახ დღემდე რაღაც ერთ-ერთმა ყოფილმა ფიზიკოსმა ძალიან კარგმა ახლა სამეცნიერო პოპულარიზაციაში ის ქალბატონი high energy-ში მუშაობდა. ახე რაღაც სიუჟეტი. ხო, აი იყო სიუჟეტი, აი დღემდე რაღაც ამას ატრიალებენ. ძალიან კარგია, სხვადასხვა მიმართულებით. თავარია რომ მივიდეს იმ მესიჯამდე, რომ აი გიას ძვამ გააზიარა, მე მაქედან უნდა. კი, დათომ გააზიარა. ხო, ნეიტრინოების იმაში რა ქვია, დამკვირვებლებამდე მივიდეს თავარია და დაიწყონ ამის თქვა რაღაც ძიება. თუ მართლა არის ის ხელწერა არ ჩვენ იქ დავდეთ. ასე იგი ამ ხელწერის დაფიქსირება შეგვიძლია. თავისუფლად შეიძლება. შეგვიძლია. თან ისეთი ხო, ოღონდ. თუ ძალიან შორს არის, ხო, ის ვთქვათ ფერმა, ანუ მათი სამყოფელი.
მაშინ ცხადია როგორც თქვი ინტენსივობა აქ ძალიან დაბალი იქნება თუ იმდენად შორს არის თქვა საერთოდ სხვა galaktikაში ცხოვრობს ის ცივილიზაცია მაშინ დიდად სავარაუდოდ ჩვენ არც ისე ადვილად დავიჭერთ ხო უნდა ახლო იყოს შედარებით ამიტომ ცხადია ეს მანძილები ცნობილი პრობლემაა ასტრონომიაში და ის საჭიროებს ვთქვათ დაამკვირვებელი ხელსაწყოების ანუ დეტექტორების ანუ ტელესკოპების გაუმჯობესებას ამ შემთხვევაში ნეიტრინოების ტელესკოპების გაუმჯობესებას კი ეგ მომენტი არის მაგრამ ყოველში ჩვენ სპექტრი ვაჩვენეთ როგორი უნდა იყოს ეს თან ეგ თითქმის ცალსახა სპექტრია სხვანაირი არ შეიძლება იყოს და თუ ეგ ვნახეთ ხო იქნება ცალსახა მესიჯი საერთოდ არ არის საჭირო იქ მისვლა ცალსახა მესიჯი რომ თუ ეგეთი შავი ხვრელი ვიპოვეთ ესე იგი ის არის შექმნილი ხელოვნური ცივილიზაციის მიერ ანუ ხელოვნურად რომელიმე ცივილიზაციის მიერ ვაუ აი ეგ ხა ჩემთვის საერთოდ ახალი იყო გამიხარდა რომ მოვისწრილე აქ და მადლობა კაია რომ ჩვენ მაყურებელს სვენელს მოვისმინე ხო ეგ ძალიან საინტერესო რაღაცაა ეგ ანუ ვაფშე სხვა მხრიდან უცებ რაღაც სეტის ჩარტის მომენტია ძალიან კარგი ხო ერთგვარად ესე იგი გიას ესე ვთქვათ ფუნდამენტური მიმართულება კვლევის და ჩემი ეს სეტის ინტერესები რაღაცა იმ სტატიაში ერთად შევაერთეთ და მე მგონი კაი გამოვიდა რაღაც ის შრომა ძალიან კაი შრომაა ხო მეც მომწონს ნამდვილად ეხლა მაინც პრაქტიკულზეც რო ვისაუბროთ ანუ როგორ თუ ეგ უფრო მაინც სხვა სფერო არის აი რამდენად აი როგორ შეიძლება კვანტურ კომპიუტერში მაინც პრაქტიკულ დონეზე გამოიყენო ეს შავი ხვრელი მიკროშავი ხვრელი აი ამ ისეთივე ანუ ის ინფორმაციის შენახვა და ამოღება ისევე შეიძლება ანუ თანაც ამოღება ისეთ манипуლირება მიჭირს წარმოვიდგინე როგორ манипуლირება ამ შავი ხვრელიდან აფერი არ გამოდის ეს ხო კლასიკური წარმოდგენაა შავი ხვრელიდან გამოდის ის ასხივებს გამოდის იმიტომ რომ სინამდვილეში შავი ხვრელი არის კვანტური ობიექტი ინდეთ კვანტური ობიექტია და კვანტურ ფიზიკას ერთი ძალიან საინტერესო კანონი აქვს პრინციპი რომელიც აღმოაჩინა ჰაიზენბერგმა განუზღვრელობის პრინციპი და ამ განუზღვრელობის პრინციპიდან გამომდინარე შავი ხვრელი იძლევა იმის საშუალებას რომ იქიდან ამოიღო ნაწილაკურ დონეზე ინფორმაცია ამოიღო პირდაპირ ანუ როგორც ჩაწერო ისე ამოიღო ჩაწერაზე არანაირი პრობლემა არ არის ხოლმე შავ ხვრელში ყველაფერს ჩაყრა მე მაგას გულისხმობ ხო მე როგორი სტერეოტიპულად მაგრამ როგორ ამოვიღოთ მაგრამ ამაში ინტერესებია რომ შავი ხვრელიდან ამოღება შეიძლება ინფორმაციის უბრალოდ ანუ დეტალებში საერთოდ არ შევდივარ არც არის ანუ ჩვენ ეგ ნაწილი არ გვაინტერესებდა როგორ აკეთებს ამას ტექნოლოგიურად ის ცივილიზაცია. ჩვენ გვაინტერესებს სხვა რამე. თუ ისინიც მივიდნენ ამ დასკვნამდე, მინიმუმ შავი ხვრელის შექმნა შეიძლება. შავი ხვრელი სხვა შეიძლება ჩვენც ვქმნით ადრონულ აი კოლაიდაში, უბრალოდ იმდენად მალე ორ ხდებიან, რომ ვერ ვიჭერთ და შეიძლება სხვა სტატისტიკას თვლიან მეცნიერები, შეიძლება კვალი დავიჭიროთ შავი ხვრელის ანუ ადრონულ ანუ CERN-შიც კი. ამიტომ შექმნა ჩვენ შეგვიძლია იდეაში. ესე იგი, პრინციპში იმათ თუ ჩვენზე გაცილებით წინ არიან კიდევ უფრო შეუძლიათ. და ამას როგორ გააკეთებენ სხვა შორის იმ ჩვენ სტატიაში ეგ შეფასებაც გვაქვს დადებული რა ენერგეტიკული მარაგი ჭირდება რომ ეს შავი ხვრელების ფერმა შექმნას. დიდი არაფერი. ანუ ენერგეტიკულად ის ცივილიზაცია კი არა და ჩვენ შეგვიძლია თქვა აი CERN-ში ვამბობ, ხო? უბრალოდ ეს ძალიან პატარები არის. და ენერგეტიკულად არანაირი პრობლემა არ ექნება ენერგიის სად მოიწევს ის ენერგია რომ შავი ხვრელები შექმნას იმ ცივილიზაციას. მეორე მხრივ თეორიულად ჩვენ თუ ვიცით რა ხდება შავ ხვრელში და ჩვენ შეგვიძლია ასევე ვარაუდობთ რომ მათ სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი იციან, ხო? ამიტომ ეს არ გაუჭირდებათ. ამიტომ ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ იქ. აი, როგორი უნდა იყოს მოწყობილობა. ჩვენ უბრალოდ ფაქტობრივად ვთქვით, რომ თუ ამ დასკვნამდე მივიდა ის ცივილიზაცია, რომ ყველაზე თან ეს მათემატიკურად დადასტურებული ფაქტია, რომ ყველაზე მაღალი კომპაქტიფიკაციის უნარი შავი ხვრელს აქვს ზუსტად. უფრო პატარა მოცემული მასის შეუძლებელია იყოს. ეს არის ფარდობითობის თეორია აინშტაინის, ანუ ფიზიკის კანონია. და თუ უფრო პატარა შეუძლებელია და თუ ყველაზე კომპაქტური ეგ არის, ანუ ესე იგი ყველაზე ბევრი ინფორმაციის ჩაყრა მასში შეიძლება. ამიტომ დარჩა ერთი რამ, მნიშვნელობა არ აქვს ის როგორ გააკეთებს, როგორ ააწყობს ამას. რანაირად ტექნიკურად როგორ შეძლებს ამის გაკეთებას. მაგრამ ნამდვილად ენერგეტიკულად შეიძლება რომ გააკეთო, ანუ შეფასებული გვაქვს რომ არ გაუჭირდება იმ ცივილიზაციას. მაშინ დარჩა ერთი რამ თუ აქვს და იყენებს ერთი დაშვება გქონდა ერთი მანდ რომ
თუ ის ცივილიზაცია იკვლევს სამყაროს, მას ჭირდება ინფორმაციის შენახვა და დამუშავება. ალბათ ესია, იქაც. ხო, ჩვენსავით რა. ხო, თუ იკვლევს, მაშინ უფრო მეტი data ჭირდება. Data შენახვა უნდა. შენახვა ჭირდება ძალიან კარგი hard disk-ები, ხო? ყველაზე კარგი hard disk-ი შავი ხვრელია. ესე იგი შავი ხვრელი უნდა მივიდეს შავ ხვრელამდე. და თუ მივა და ფერმას გააკეთებს, ჩვენ დავინახავთ ცაზე. ხო, ეს არის მოკლე შინაარსი, ასე ვთქვათ. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებდა ტექნიკურად. ჩვენთვის ძალიან შორია. ეგ არც არის სწორი. შესაძლებელი. ეგ არც არის სწორი, ფიქრო როგორ და რა ეს მართლა მაშინ გამოდის უკვე ფანტასტიკა, მაგრამ ჩვენ ფუნდამენტური ფიზიკის ენით გვაინტერესებდა რატომ არის ეგ ყველა. აი სვენელს რომელსაც შევუცებ გაუჩნდეს შეკითხვა, რომ ჩვენ შესაძლებლობთ დღევანდელსვით რამდენად შორს არის მაგაზე გვაქვს პასუხი, რომ ძალიან არა, შორს არა ვართ, არა, შორს არა ვართ. CERN-ში შეიძლება ვქნით კიდევაც. თუმცა მისი манипуლირებას გულისხმობ, მათი манипуლირება მაინც შორს. მაგიდან ალბათ შორს ვართ, კი. ხო, მაგას გულისხმობ, რომ ფუნქციური რო შევქრა, ჯერ კვანტკომპიუტერი ვერ შეგვიქმნია. ანუ უშუალოდ შავი ხვრელი თორე, შავი ხვრელის ასე ვთქვათ, შავი ხვრელის მიმიკრიას რაც აკეთებს, ეგეთი ობიექტებზე მუშაობენ მეცნიერები, რომელიც გავს შავ ხვრელს ყველანაირად. მათ შორის გიას ჯგუფში არის ექსპერიმენტალური ჯგუფიც არის გიასთან, სადაც ისეთ ობიექტებს იკვლევენ, რომელიც რეალური ობიექტებია, ექსპერიმენტული, რომელიც ძალიან გავს შავ ხვრელებს ყოფაქცევად. რა ობიექტებია ესენი? ხელოვნურად ქმნიან. ხელოვნურად ეს არ არის რაღაც ისეთი ლაბორატორიული დონე. კი, ლაბორატორიული დონე. მიკროდონეზე. რომელიც ძალიან კვანტური სისტემებია ცხადი. რომელიც ძალიან გავს შავ ხვრელს თავისი ყოფაქცევით. და აქედან ცდილობენ ესე ვთქვათ, ექსპერიმენტები, ანუ შავ ხვრელს რახან ვერ ვატარებთ ექსპერიმენტებს პირდაპირ. ცდილობენ ჩაატარონ ასეთი გზით. ხო, არ შავ ხვრელი ძალიან საინტერესო ობიექტებია და სინამდვილეში შავ ხვრელზე, ანუ ესეთი მისტიფიკაცია, რომ ყველაზე რთული, ყველაზე მარტივი ობიექტია. აი, ჩვენ გაცილებით რთული ობიექტია და ჩვენ ადამიანებს დაახასიათოთ ჭირდება ფერი, გემოს, სიმაღლე, ხო? შავ ხვრელს აქვს სულ 3 პარამეტრი. მასა, ზომა, მაგრამ მასა და ზომა ეს ფაქტიურად ის არის, რა ქვია. ერთად არის. ან მასა, ბრუნვის ტემპი, როგორი ტემპით ბრუნავს და შეიძლება მუხტიც კონდეს, ანუ 3 რაღაც. всё, მორჩა. მაგრამ ნუ ძირითადად ის გვაქვს ყველაფერი. ხო, მაგრამ ის ყველაფერი გვაქვს, რომ აი ჩვენ არ გვესმის უბრალოდ თუ გადაკვეთავ იმ ეგრეთ წოდებულ ჰორიზონტს, იქ რო ირღვევა ჩვენი კლასიკური ფიზიკა, კლასიკური გაგებით ფიზიკა, ეგ არის ხოლმე რაც ხალხს აინტერესებს ყველაზე მეტად. ხო, ანუ ხო, შავი ხვრელის ჰორიზონტის გადაკვეთა ჩვენ თუ ვუყურებთ ეს ფარდობითობის თეორიის ეს თქვა თავარი ისე რო იყინება? ნაწილია. ჩვენ თუ ვუყურებთ, ჩვენ ვერ დავინახოთ ვერასდროს, როდის გადაკვეთა იმ ნაწილაკმა შავი ხვრელი. მაგრამ ჩვენ თუ თვითონ ვარდებით შავ ხვრელში, ჩვენი საათი ძალიან სასრულ დროში დავინახავთ როგორ ჩავვარდით შიგ. და იქ რა მოხდება? გარდა იმისა, რომ ნაწილაკებად დავიშლებით? ხო, ნუ კი ბატონო, პრინციპში მაინც არ ვურჩევდი არც მე, ჩემ თავს იქ ჩავარდას, მაგრამ პრინციპში ეს ის არის. ხო, მაინც არის რა, შიგნით რა ხდება, ესე ვთქვა ძალიან ისეთი. ხო, ხوارსებობს ესეთი ვარიანტი, რომ შეიძლება შავი ხვრელი იყოს პორტალის სამყაროს სხვა ნაწილში, ან სხვა პარალელურ სამყაროში. ეგეთი თეორიები არის, ჰიპოთეზები, მათ შორის სამეცნიერო რაღაც აპარატით გამაგრებული სტატიები იწერება, მაგრამ ნუ ეს მაინც ჯერჯერობით ამ ეტაპზე ეს არის, რა ქვია. ჩვენ სიახლოვეს შავი ხვრელი რომ არ გვაქვს, ექსპერიმენტებს ვერ ვატარებთ მასზე, ნუ ალბათ მაგას ეს მედია მალე იმას ვიზამ. ანუ მალე თუ გვიან, მაგრამ ფაქტია რომ ესეც ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რისკენაც მივდივართ. ანუ სამეცნიერო ჩვენი ცივილიზაცია არ გაჩერდება არასდროს კვლევაში, თუ ჩვენი თავი არ გავანადგურებთ. ხო, ეგაა ამთავრად. კვლევა არის ისეთი, ანუ ავტომატური მოცემულობა ნებისმიერი ცივილიზაციის კვლევის სურვილი. ხო. ეს ადამიანმა პირველ ყოფილმა როცა დაიწყო მიწის დამუშავება, უკვე კვლევაში ჩაერთო სინამდვილეში. კი. მე რა რომ ფორმულებს არ წერდა. ის უკვე აკვირდებოდა ბუნებას, როგორი იქცევა, როგორია სეზონები. ასე რომ ეს არის ჩვენი, ეს ვთქვათ, მეცნიერული შიგნით ჩადებული ნარატივი ევოლუციამ მოქცა. ამას ვერ გავექცევით. ეს ჩვენი ევოლუციური მოთხოვნილება ერთგვარი. არა, ერთგვარი ხო ევოლუცია ჩვენ გთხოვს ვიყოთ მეცნიერები. სხვა დონეზე. ვთქვათ, ის მიწად მოქმედიც კი, აი მიც მუშაობს ვენახი მოყავს, ისიც მეცნიერია. ის იკვლევს იმას, მე თუ ფორმულები წერის, სხვა რამე წერს ამას. ასე რომ ჩვენ მეცნიერები ვართ ყველანი, ყველა ადამიანი აბსოლუტურად და ყველაზე კარგი ბავშვია ამას ვამბობ ხოლმე.
და ნუ აი ეს ამ კვლევაში აუცილებლად მივალთ მაგ ადგილამდეც რომ გავიგოთ რა ხდება, როგორია შავი ხვრელი, ჩვენ შევქმნათ შავი ხვრელი და ამ შემდეგ. ამას თითქმის დარწმუნებული ვარ, მივალთ. ხო, ერთი გასამწუხარო რომ თვითონ ინდივიდუალურად ადამიანს ცოტა დრო სახეობას აქვს ბევრი დრო. ხო, საბეზორია. თავარია. იმედია სახეობა არ გამანადგურებთ ხო, საკუთარ თავს თუ არა სახეობას ბევრი დრო აქვს, ყოველ შემთხვევაში იმ გადმოსახედიდან რომ დედამიწა ჯერჯერობით არ ქრება არსად, ვიცით რომ მზე იქ ოდესღაც აურევს, მაგრამ ეგ ძალიან შორია. ნუ მილიარდობით წლები ჯერჯერობით თავისუფლად წელია რაღაცა და შეგვიძლია ვიყოთ თავისუფლად დაწყნარებულები. ხო. აუ, ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ჩვენთან რომ იყავი, ძალიან მომეწონა მართლა და ბევრი რაღაც გავიგე მეც. დიდი მადლობა, იმედია გასაგები იყო. ანალოგიურად. კი, ნამდვილად. მადლობა მოკლედ და მადლობა ასევე რომ მოგვისმინეთ, გვიყურეთ და რა ვიცი, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ, დავკვირდეთ Nextonji სხვა პლატფორმებზე, Facebook-ი, YouTube-ი, Spotify და ასე შემდეგ. მადლობა.